დღეს ორშაბათია, საღამოს 8 საათი. ეთერშია ანალიზის დრო. კონსტანტინე ჯაფარიძესთან ერთად. მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება. დღეს სტუმრად ყავს მოწვეული ძალიან საინტერესო პიროვნებები ყავს სტუმრად მოწვეული. ესენი არიან ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც გახლავთ გენერალ-მაიორი და ექსპერტი სამხედრო საკითხებში და ლევან ჩხეიძე, ადვოკატი. მოგესალმებით. მადლობა მეგობრებო სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემით ვარ თქვენს წინაშე მობრძანებული და ძალიან საინტერესო თემაზე მყავთ მოწვეულები. ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ შედგა, ასე ვთქვათ. და ეს გახლავთ გადაცემის პირველი თემა, ხოლო მეორე თემად შერჩეული მაქვს. ძალიან ამ დღეებისთვის და კიდევ რამდენი ხანი გასტანს არ ვიცი, ეს იქნება ირან-ისრაელის, რეალურად ირან-ისრაელის სამომარი კონფლიქტი, სამხედრო მოქმედებები ჯერჯერობით საჰაერო და ვიჟობს შევუდგეთ უკვე ეთერს და ვიმედოვნებ რომ 24 დეკემბრის დეკემბერივით არ გვექნება დაძაბული ეთერი და იქნება წყნარი და ნორმალური, როგორც ყველა გადაცემა შევია და ყველა ეთერს. მოგესალმებით ბატონებო და მადლობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. მადლობთ მოწვევისათვის. მოგესალმებით. ბატონო ლევან, მინდა პირველი კითხვით თქვენთან გადმოვიდე. როგორც პოლიტიკოსი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკაში. ცდილობთ. როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც ადვოკატი. როგორ ფიქრობთ, რას გამოიწვევს სამომავლოდ ოპოზიციური ერთობა, ან ოპოზიციური ჯგუფების გაერთიანება, რომელიც რამოდენიმე დღის წინ შედგა? მოდი ესე ვთქვათ. თავის დროზე ჩვენ ვიცით რომ თითქმის ყველა ეს ოპოზიციური ჯგუფი ან მათი ლიდერები იყვნენ ერთი პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც ერქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მას შედეგად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წავიდა ხელისუფლებიდან და გადავიდა ოპოზიციაში. ამ პარტიის ლიდერმა დატოვა საქართველოს და გადავიდა საცხოვრებლად უკრაინაში. წავიდა გარკვეული პროცესები ამ პარტიაშიაც ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ საქართველოს მასშტაბით აი ესეთი ბუმბერაზი პარტიები, როგორც იყო თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, როგორც არის დღეს ქართული ოცნება, არაბუნებრივი წარმონაქმნებია და რატომ? იმიტომ რომ ეს პარტიები თავის დროზე ნაციონალური მოძრაობაც და დღეს ქართული ოცნებაც იყო საკმაოდ ეკლექტური პარტიები, იმიტომ რომ თავის თავში აერთიანებდა ძალიან განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფებს, ძალიან განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებსაც აერთიანებდა ძლიერი ლიდერი, თქვათ ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ქართული ოცნების შემთხვევაში ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასევე ძალიან დიდი გამაერთებელი მუხტი იყო ხელისუფლებაში ყოფნა. როდესაც დოიკურაც ლიდერი ბავშვად წავიდა თქვათ ქვეყნიდან, როდესაც პარტიამ დაკარგა ძალაუფლება, ამ ინტერესთა ჯგუფებმა ჩვენი დღეს აღმოაჩინეს, რომ ის საკმაოდ განსხვავებული ერთმანეთისგან, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება, განსხვავებული ხედვები და განსხვავებული მიზნები ჰქონდა და დაიშალნენ თავის დროზე, ხო? სავარაუდოდ როდესაც პოლიტიკიდან წავა დაუშვათ ივანიშვილი და დაიშლება ხელისუფლებიდან წავა ქართული ოცნება და ეს ადვიან როდესაც მოხდება, იმიტომ რომ მარადული არაფერი არ არის, იგივე მედიის ქართულ ოცნებაზეც, იმიტომ რომ იქაც საკმაოდ განსხვავებული ჯგუფები არიან, საკმაოდ განსხვავებული გემოვნები, საკმაოდ განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანები, რომელსაც უბრალოდ დაერთიანებს ივანიშვილი და ხელისუფლებაში ყოფნა და სხვა მეტი არაფერი. და იგივე მეტი ეროდება და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის ჩამოაუჭებული ხელისუფლებას, ფლობს ადმინისტრაციულ სადავებს, ფლობს ძალიანობრივ სტრუქტურას, ფლობს სასამართლო სისტემას, პროკურატურას, რომელსაც იყენებს მართლობის შენარჩუნებისთვის, ბერკეტებისთვის, დღე ამძაფრებს ამ საკანონმდებლო სისტემას, ამძიმებს საკანონმდებლო სისტემას, ზღუდავს დემოკრატიას, თავისუფლებას და რასთავარი აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს. ოპოზიციაში კი რა ხდება? ოპოზიციაში გვაქვს დაქსაქსულობა, ფინანსური ნაკადები არ არის, არც ერთიანობა არ არის და შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ დღეს წესრიგში ყველასთვის ერთი საკითხი უკვე რომ ეს ხელისუფლება როგორღაც უნდა შევცვალოთ, რა თქმა უნდა დანაწევრებით და დაანაწილოთ ესე ვთქვათ პატარ-პატარა პოლიტიკური ჯგუფებით ამ ხელისუფლებას, რომელსაც კიდევ ერთხელ გეუბნები აქვს საკმაოდ დიდი სტიმული ხელისუფლებაში ყოფნა, ძლიერი ლიდერი ივანიშვილის სახით, ძლიერი ფინანსები და ძლიერი ადმინისტრაციული ბერკეტები, რა თქმა უნდა წვრილ პოლიტიკური პარტიები ვერ მოერევიან და ერთ-ერთი ესე ვთქვათ და არა ერთადერთი. ერთ-ერთი წინაპირობა ამ ხელისუფლების შეცვლისა
რა თქმა უნდა, გულისხმობ დემოკრატიული საკანონმდებლო წესით, ეს არის ძლიერი ოპოზიციური ერთობა, იმიტომ რომ დღემდე საქართველოში არც ერთი ხელისუფლება არ შეუძლია ერთ პოლიტიკურ ძალას. ყოველთვის ხელისუფლებაში მოსული და ეს ხელისუფლება შემოღწეული ძალა წინა ხელისუფლება იქნებოდა, იმის წინა ხელისუფლება იქნებოდა, შეცვალა კოალიციურმა ჯგუფებმა. ქართული ოცნებაც კოალიცია იყო თავის დროზე, როდესაც შეცვალეს ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობის კოალიცია იყო თავის დროზე შევარდნაძე და ასევე ვიტყვი რომ თუ კი ჩვენ დემოკრატიული გზით ვაპირებთ ამ დღევანდელი არსებული ხელისუფლების შეცვლას, აუცილებლად უნდა იყოს დიდი გაერთიანება და პირველ რიგში ერთობა უნდა შესთავაზოს და არა მარტო ერთობა. ერთობა ეს ერთ-ერთი პირველია, თორე გარდა ამისა ძალიან ბევრი რაღაცაა კიდე საჭირო, მარტო ერთობა საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი რაღაცაა კიდე საჭირო იმისათვის, ბევრი სწორი ნაბიჯი, იმისათვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს. და პირველი ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი სწორედ გაერთიანებაა. ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, რა გზით მე ამჟამად ეხლა გულისხმობ ქუჩის აქციებს. ანუ რა გზით თქვენი აზრით რა გზით არის შესაძლებელი და რა გზით არის შესაძლო ის რომ შეიცვალოს ან რა თქმა უნდა საპარლამენტო ჯგუფი ჯერჯერობით, მაგრამ და გამოიწვევს თუ არა ეს გარკვეულ ზვრას პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, გარკვეულ ზვრას ხელისუფლების შეცვლა გამოიწვევს აუცილებლად და პირდაპირ გეტყვით, რომ ერთადერთი გზა მე პირადად მეხსახება დემოკრატიული საარჩევნო გზით ხელისუფლების ცვალებადობა, იმიტომ რომ თუ ხელისუფლების ცვლილება მოხდება რევოლუციური გზით, მე პირადად გეტყვით, რომ არ ვარ დაინტერესებული რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილების, შეიკრიბა ორი სერიოზული პრობლემა, ეს იქნება ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, იმიტომ რომ დაისვება შეკითხვა, რომ თქვენ არ ხართ კანონიერი გზით მოსული, არალეგიტიმური ხელისუფლება ხართ, ყოველთვის იქნება მეორე მხარის არგუმენტი ეს, რომ არალეგიტიმური გზით მოხვედით და მეორე საკითხი. ეს იქნება, ესე ვთქვათ, რევოლუციური ხელისუფლება და რევოლუციური ხელისუფლება ყოველთვის არ ცუდია, რატომ? იმიტომ რევოლუციური ხელისუფლებას აქვს რევოლუციური დღის წესრიგი. რევოლუციური ხელისუფლება მოხდეს რევოლუციური დღის წესრიგი და მე თვითონ საქართველოში არ გვჭირდება რევოლუციური დღის წესრიგი, რევოლუციაში უნდა მოხდეს დემოკრატიულად ხელისუფლების ცვლილება და შესაბამისად დემოკრატიულად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს თავის ნორმალური განვითარებისას, რომელთაც ის ამოვარდა სადღაც 2020 წელს, ჩემი აზრით. ჩემი აზრით და თქვენ გამეთანხმებით ბატონო ლევან, რომ შედეგს ვერ გამოიღებს რევოლუციის უკაცრავად ოპოზიციის ცვლილებაში, ანუ საპარლამენტო ჯგუფის ცვლილებაში ვერ გამოიღებს შედეგს. ვერც მოლოტოვის კოქტეილი, ჩემი აზრით, ვერც მანქანის დაწვა და ვერც პოლიციელების დაწვა გამოიღებს მხოლოდ რეალური სახალხო არჩევნები. ალბათ დამეთანხმებით. ისე შედეგის მომტანი არის ერთად გააჩნია, როცა იწყებ კამპანიაზე პატრიოტისტები, სამხედრო ადამიანი და მალე ის კარგად დაგეგმა როგორ ხდება. როცა იწყებ რაღაცა ღონისძიებას, უნდა იწყებ დაგეგმას. გამოკვეთა მიზანს, რა მიზანი უნდა მიაღწიო და მიღწევის საშუალებები. მიღწევის საშუალება შეიძლება იყოს დემოკრატიული საარჩევნო გზით და მეორე როგორც გვებძაეთ. იმ მოლოტოვითაც შეიძლება მიხვიდე შედეგამდე საბოლოო ხელისუფლება შეცვალა და მოხვიდე იქ ვიღაცას რაღაცა ისროლო, მაგრამ აქ გასაკეთე შემდეგში რომ საბოლოოდ მე რას მიიღებ აქედან გამომდინარე. ამ ეს გზა თვითონ წამგებიანი არის მეორე გზა, რომელსაც ვამბობ, იმიტომ რომ პირველი რაც გითხარით, რომ იქნება ლეგიტიმურობის პრობლემა, რაც სერიოზული პრობლემა შეგვიძლია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლება მაინც და მაინც რომ ლეგიტიმურობა შეიქმნა საკმაოდ რთულია და არავის არ ჭირდება ზედმეტი პრობლემები და მეორე საკითხი კიდევ ის რომ პირდაპირ გეტყვით დღევანდელი დღეს სწორედაც ხელისუფლებასაც ეს უნდა ოპოზიცია წავიდეს ამ რადიკალიზაციის გზით და რატო? თუ ოპოზიცია წავა რადიკალიზაციის გზით, ოპოზიციას ხელისუფლებას საქმე იქნება, რომ აი ესენი სახელმწიფო გაატრიალებას აპირებდნენ, პოლიციელებს, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, წავდნენ, ანგრევდნენ, ანადგურებდნენ და რეპრესიებისთვის ეხსნება ხელი ოპოზიციის ჩასახშობად. ხოლო როცა ოპოზიცია მიდის უკვე ცოტა ესეთი კანონიერი გზით, მე ვიტყოდი, ანუ კანონიერი ჩარჩოებში, რომელსაც პრინციპში მართალია ხელისუფლება ავიწროებს ყოველ დღე, მაგრამ მაინც არის მანევრის საშუალება მე ესე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტი საშუალება არსებობს გამარჯვების შემთხვევაში და გამარჯვების გაფორმების შემთხვევაში, რომ ყველა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელიც საკითხის ლეგიტიმურობაც არ დადგება, რომლის ლეგიტიმურობის საკითხი არ დადგება, გააგრძელოს ქვეყნის შემდგომი განვითარება და წინასწარი. ბატონო ლევან, ჩვენ დიდი ხანია გვისმენს უკვე გადაცემის დაწყებიდან აქტიურად გვისმენს და ყურადღებით ბატონი ტრისტან ციტელაშვილი, რომელიც მიმდევრება არის გენერალ-მაიორი წოდებით და არის ასევე სამხედრო ექსპერტი. ბატონო ტრისტან, მოდი თქვენი აზრის მოვისმინოთ და გავასწროთ მაყურებელს თუ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონმა ლევანმა ახსენა მოლოტოვის კოქტეილითაც შესაძლოა ცვლილების მიღწევა. თქვენი აზრი ამ თემასთან გასაგებია. პირველ რიგში მადლობა რომ მომეწვიეთ სტუდიაში და მადლობა რომ დღეს ამ თემას ჩვენ განვიხილავთ და
ბატონ ლევანთან, რომელიც ბატონი ლევანიც აქტიური მხარდაჭერი იყო იმ მოვლენების ამ პროცესების, რაც საქართველოში მიმდინარეობდა უახლოესი მაშინ, რა ქვია, თვეების უკან, ხო? ეს მეხანელობაში ყავს ის რაღაც გაურკვეველი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ რუსთაველზე და ჩადიოდნენ დანაშაულებები იყო ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ამას მე ვერ დავართქვე ვერც ოპოზიციას, ვერც მშვიდობიან აქციას. ეს იყო ჯერ პირველი ამაში შევთანხმდეთ, რომ საქართველოს დღეს ოპოზიცია არ ყავს. დღეს პოლიტიკურ ველზე ოპოზიცია არ არის. ეს არის აგენტურული დაჯგუფება, აგენტურული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან. ანუ, ესე იგი, აქ არის შეფუთული რაღაც თითქოს და ევროკავშირი მათ აფინანსებს იმისათვის, რომ ზოგმა განავითაროს და რაღაც სოციალური პრობლემების კუთხით მოახდინონ რეფორმები. არის ასეთი ორგანიზაცია საქართველოს იურისტთა ასოციაცია SAIA, რომელსაც აფინანსებს იგივე ევროკავშირი და თითქოს რომ მან რეფორმები უნდა მოახდინოს როგორც სასამართლოში და ასე შემო დაეხმაროს ადამიანს. ეს არის აგენტურული ორგანიზაცია არის და ეს ჩაბმულია ამ პროცესებში, ქვეყნის დანგრევის პროცესებში. ასევე არის კიდევ სხვა დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ შერწყმულად და მათთან ერთად არის პოლიტიკური პარტიები. ეს პოლიტიკური პარტიები ვინ არიან? ეს პოლიტიკური პარტიები არიან სწორედ ის პოლიტიკური პარტიები, მე ვეთანხმები ბატონ ლევას, ნაციონალურ მოძრაობად განშტოებული, აღმოცენებული, უკვე გამრავლებული ძალა. ანუ იყო ერთი ძალა და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა. ნაციონალურ მოძრაობა, როდესაც ჩამოცილდა ხელისუფლებას, ეს იყო დანაშაულებრივი ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვიცით, სააკაშვილმა თუ რა დანაშაულებები ჩაედინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. კონკრეტულ ადამიანებს ქუჩაში ხალხის დახვრეტები, ტერიტორიების გასხვისებები, ეხლა ნუ შემაკამათება მაშინ რომ სააკაშვილს ომის პროვოცირება არ მოუხდენია. როცა შეეძლო მას მაქსიმალურად გამოეყენებია დიპლომატიური გზები, რომ შეჩერებული იყო ეს პროცესები, მან პირიქით ხელი შეუწყო აი ამ პროცესების განვითარებას და ესკალაციას, რაც მოხდა მაშინ. ამავდროულად ყველა სტრატეგიული ობიექტების, რაც კი ჩვენ ქვეყანაში ხო მთელი ენერგო რესურსის ხელში შეგდება რუსეთისათვის. ესეც სააკაშვილმა გააკეთა. ასევე ციხეები გადავსებული დამეთანხმება ბატონ ლევანი, ადვოკატი ბრძანდება, არ მარტო პოლიტიკოსი არ არის, ადვოკატი ბრძანდება და მას ძალიან ბევრი საქმეები ჰქონდა, ბევრი პატიმარი, მაშინელი პატიმარი ლევანის დაცვის ქვეშაც იყო, გაიგე? გადაჭარბებული იყო ყველაფერი აბსოლუტურად. ანუ რა, ანუ ნაციონალური მოძრაობა დაადგა არა თუ პოლიტიკურ გზას და როცა იყო ხელისუფლებაში, არამედ დაადგა კრიმინალურ გზას. სადაც თითქოს და ლოზუნგად აქციას რო ჩვენ ვებრძოლები ვებრძვით ქურდულ სამყაროს. გაიყვანეს ქურდები გააქციეს საქართველოსთან და ქურდული ოფშიაგები გადაიბარეს თვითონ. თითქოს ებრძოდნენ ისინი კორუფციას. კი, დაბალ დონეზე კორუფციას ებრძოდნენ ისინი და დაბალ დონეზე კორუფცია მათმა მოსპეს. მაგრამ უმაღლეს ეშელონებში ზემოთ უკვე ეს კორუფცია თვითონ გადაიბარეს, ეს მისაშია საქმე. ანუ ეს მთლიანად შერწყმული მოქმედება იყო. ჩამოდიან დასავლელი კურატორები, ჩამოდიან დასავლელი ლიდერები და მათ შორის არ დამავიწყდა ბაიდენიც იყო ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატების მაშინელი სახელმწიფო მდივანი და მიხეილ სააკაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოვიდა, როცა საქართველოს სისხლის გუბეებში ბანაობს, ამდენი პატიმარი ყავს, ამდენი მკვლელობები მიდის ქვეყანაში, ქონებების ჩამორთმევები მიდის ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილს უსურდა დემოკრატიის შუქურა. წარმოიდგინეთ თქვენ დემოკრატიის შუქურა. ანუ სააკაშვილი კიდევ წაახალისა მან და კიდევ უკვე უბიძგა იმისათვის რომ შეედინა დანაშაული ქვეყანაში მისი მოსახლეობის წინაშე და წინააღმდეგ. ჩამოდის 2008 წლამდე მაკეინი ესე იგი სისტემატიურად არის სააკაშვილთან კონტაქტებზე და დაიწყე. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის დროინდელი რამდენი კორუფცია მივალ ბატონო ლევან, ახლა მაცალე მიშას დროინდელი მაცალე მივალ მანდატს მივალ მეთქი კაცო მე მიმყოვი ეტაპობრივად ყველაფერზე ქრონოლოგიურად როგორ ხდებოდა ყველაფერი. კორუფცია იყო მაღალ დონეზეო და მაგრამ კორუფცია იყო მაღალ დონეზე კი გამეფებული იყო მიშას დროს. რამდენი კორუფციული აქტი და რამდენი კორუმპირებული ამ ხელისუფლება. ამ ხელისუფლება მაგასაც გეტყვით ჯერ მივადგები, მასაც მივადგები კაცო, ახლა თქვენ თუ გონიათ რომ მე ახლა ხელისუფლებას დღეს რომელიც არის სათავეში რაღაც გამკვეულ საკითხებში თავზე ხელს დაუსვამ ძალიან სტებით. პირიქით, კაკს აკეთებენ მადლობას მოუხდი, გაიგე და ცუს აკეთებენ და გავაკრიტიკებ და ვეტყვი. და არა ისე როგორც ესენი ექცევიან. ვეტყვი, ურჩევ ასე გააკეთე მეთქი. შესაბამისად, ანუ ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა როგორც
ტერორისტულ ორგანიზაციად. ტერორისტული ორგანიზაციაა ის, როდესაც შენ ქვეყანას აწიოკებ, აოხრებ, ომს იწყებ, ხალხს კლავ ქუჩაში, ბიზნეს ატერორებ, ციხეები გადაავსე, გადააჭარბე ყველაფერს აბსოლუტურად იარაღით ვაჭრობ, მიმოქცევა გაქვს იარაღის ვაჭრობის სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტებს აიარაღებ. შემდეგ ესე იგი ავღანეთში გეტყვით მაგასაც, შემდეგ ავღანეთში მე ვიყავი სტრუქტურაში და ვიცი ყველაფერი. შემდეგ გეტყვით და სხვათა შორის ჩვენ სისტემაში ისა ყოფილი ჩვენ სისტემაში ყოფილი ოფიცრები იყვნენ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციაში და ისინი ბრძოლობდნენ სადაც თელი პანკისის ხეობა შევიდა აი კაცო თქვენ რა არიცით ესა ხო სახელმწიფო იყო იქ ჩარეული ბიჭო სააკაშვილი იყო ჩარეული აბა რა იყო კაცო და სააკაშვილი ქონდა ფარული შეხვედრები აიგე სწორედ იმ ადამიანებთან რომელი ადამიანების ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების დავალებით გაუშვეს სირიაში ემართ რა ტერორისტულ მასში დაჯგუფებებში ხო ამაში ჩართული იყო ესეც და ამერიკის საელჩო ჩართული იყო მაშინ ამ იმაში პროცესებში. შემდგომ ნახეთ რა ხდება ეს ნარკოტიკებით ვაჭრობა ჩვენ ყოდა ავღანეთის მისია ხო? სადაც მე მაშინაც ვთვლი და ახლავს ვთვლი. არაფერი გვესაქმებოდა თურმე ეს ყველაფერი ყოფილა აი цариელ აი ძირგავარდენ კასში წყლის ჩასხმა. თვითონ ამერიკელებმა აღიარეს და დღეს აღიარებს უკვე ამერიკის სახელმწიფო დივანი რომ ჩვენ ყვილა ვიყავით ამდენი ხანი ავღანეთში. ხო? იქაც რაღაცნაირად შევტენეთ ამდენი კონტინგენტი გაიგეთ და ყველანაირად გამოვიჩინეთ თავი თითქოს და ჩვენ ამ მისიებში იმიტომ ვართ რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა და აღარიქა და კარგ გაგვიღებენ და შესაბამისად გვექნება ძლიერი კონტინგენტი სამხედრო ტყვილი აღმოჩნდა ესეც გაიგე აქ იყო სამხედრო ბორტი ამერიკული სამხედრო ბორტი რომელიც ამერიკულ სამხედრო ბორტს გადაყავდა კონტინგენტი ჯერ გერმანიაში და შემდეგ გერმანიაში რამოდენიმე თვეები გადიოდნენ იმას სწავლებებს და შემდეგ ავღანეთში. ამ ამერიკული ბორტით თბილისის აეროდრომში ჩამოდიოდა ნარკოტიკები. ტრანზიტი ქონდა სააკაშვილის გაკეთებული ნარკოტიკების სააკაშვილის რა თქმა უნდა სააკაშვილის ქონდა ეს ტრანზიტი გაკეთებული და ამ ნარკოტრანზიტი ამ იარაღის ვაჭრობით სადაც ბიზამისი იყო თემურ ლასანია ჩართული ამ იარაღის ვაჭრობაში რომელი იარაღსაც ისინი იზედენ უკრაინიდან როდესაც იყო იუშენკო უკრაინის პრეზიდენტი იქ იყო ასეთი ორგანიზაცია უკსპექს ექსპორტი რომელი ორგანიზაციას აწარმოებდა უკრაინაში იარაღის ყიდვა გაყიდვას და მის უტილიზაციას მისი ხელმძღვანელი იყო სერგეი ბონდარჩუკი რომელიც ჩართული იყო და ერთად მოქმედებდნენ სააკაშვილის ბიძასთან თემურ ლასანიასთან ერთად და დავით კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი 2006-7 წლებში და დაიწყეს მასიური შემოტანა იარაღის საქართველოში, ვითომ ეს იარაღი შემოდიოდა საქართველოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსი ადიოდა ეს იარაღი. ჩამოგვისთან ოპოზიციის გაერთიანებასთან აკავშირებით. მაცალე, არა, მე მივყვები მეთქი, კაცო. არა, ოპოზიცია ის ხალხია, ოპოზიციაში ახლა ვიზას მე საუბრობ ახლა. ვიზას მე საუბრობ. ხო, რა, გაერთიანებასთან აკავშირებით. მე იმსაა, ზუსტად კავშირშია გაერთიანებაში. შემდგომ მიდიოდა ეს იარაღი უკვე სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის იყო ერთ-ერთი ისა ქართული ბორტი დაკავებული ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც აღმოაჩინეს იარაღი, რომელი იარაღიც იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. მათ შორის სირიაში, როდესაც გადააკიდეს მათმა იგლები და პოლიგონზე გამოცადეს ერთი იგლა ტერორისტებმა, ეს იგლის ფუტიარი გადააგდეს დატოვეს, რომელიც ის აღარ გამოიყენება, მაგრამ იპოვეს, ნახეს, გაყვენ ნომერაციას და ამის ნომერაცია აღმოჩნდა ჩვენ თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში ნაყიდი და შეზედილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. იდენტურია. რა თქმა უნდა. ანუ რა ხდება? შემდგომ ეს ადამიანები უკვე როდესაც უკვე ქართველმა ხალხმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ახლა არიგადა 20-მამ გაიმარჯვაო და 20-მას მე პირდაპირ გეტყვით სადღაც 40%-მდე ქონდა რაღაცა გარანტიები რომ 40 მე მახსოვს კარგად მახსოვს რომ ბიზინა ივანიშვილმა თქვა გაცხადება გააკეთეს ეს რომ აი 40% შეგვიძლია ჩვენ მოვიმასოთ და რაღაცა ბალანსი შევქმნათ მაგრამ ბიჭო ქართველმა ხალხმა იმ დონეზე იყო საქართველოს შეწუხებული უკვე გაიგე აი სწორედ ამ ოპოზიციური გაერთიანებისა რომელიც დღეს ახლა თითქოს გაერთიანდა და იმ დონეზე იყო საქართველოს მისული ხო უკვე ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი და სამართლიანი განაჩენი გამოუტანა რომ ისა ეთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ პოლიტიკური პარტია არამედ ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოაცინა ხელისუფლებას ხელისუფლებამ ჩვენ დაგვპირდა რომ ეს
ორგანიზაცია, ტერორისტული ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობა, დამნაშავეთა ორგანიზაცია უნდა გასამართლებულიყო. და ისინი უნდა ყოფილიყვნენ არათუ რაღაც ეხლა რაღაც აბსურდულ რა შემესულა აბსურდულ საჯელებს რაღაც 7 თვე და 6 თვე პრეზიდენტი დაიჭირა. პრემიერი დაიჭირა. პრეზიდენტი ბიჭო შავ კოსტუმზე. პრეზიდენტი შავ კოსტუმზე კი უნდა გაასამართლო, კაცო. პრეზიდენტი მომისლე სააკაშვილი, აზრ გაქცეულია გენერალური პროკურორი. სააკაშვილი იმაზე კი არ უნდა გაასამართლო, პიჯაკებზე იმაზე კი არ უნდა გაასამართლო. სააკაშვილი უნდა გაასამართლო მკვლელობებზე, რომელიც რომელი არაერთი შეკვეთილი მკვლელობები, რომელიც სააკაშვილის ბრძანების გარეშე აღხდებოდა არც ერთი მკვლელობა. მათ შორის რა თქმა უნდა. არა, ბუტარობაკიძე სააკაშვილი მოკლევი. გააправა, კაცო. გააправა. ერთოს ვაცალეთ ახლა. სააკაშვილის მომისლე ბუტარობაკიძე. ვაცალეთ, ერთოს ვაცალეთ. ბუტარობაკიძე მოწვა. გაცალეთ, დამამთავრებინე. არისო მკვლელობა. დამამთავრებინე ბიჭო და გაუფრთხილებული მოსპობა. რა შუაში გაუფრთხილებლობა. მკვლელობა მოხდა. სააკაშვილი უნდა გაესამართლებინათ რაზე იცი? იმაზე რომ კობა დავითაშვილის ცემეს და მოკლეს ცემაში კაცი თითქმის გაიგე და რაღაცა წაიყვა გადა ჰოსპიტალში გადამალეს და კიდევ კარგი იქ გამოჩნდა ნაცნობი ადამიანი მანუშველა. სააკაშვილი ამას უნდა გაესამართლებინათ. სააკაშვილი უნდა გაესამართლებინათ რაზე იცი? ვალერი გელაშვილი რო გაიბედა მოსაკლავად მისი ბრძანებით ხო? სააკაშვილი უნდა გაესამართლებინათ რაზე იცი? სწორედ იმ სამშობლოს ღალატზე რაც მაღან უღალატა საქართველოს 2008 წელს, როდესაც ამდენი ცხედრები ჩატოვა იქ ჩვენი მეომარი ბიჭები და მშვიდობიანი მოსახლეობა და ამბობდა რომ არა უშავს კაცო 100 ღორღიანი სოფელი რაღაცას არაფერი არ არის ქვაღორღიანი სოფლები ამაზე უნდა გასაგები ამაზე უნდა გაესამართლებინათ. სააკაშვილი უნდა გაესამართლებინათ იმაზე რომ როდესაც მილიონები შემოვიდა იქიდან დახმარებად ტოლილების გაიგე და იქ ეს უნდა მისულიყო თითოეულ ოჯახამდე ხო და არ მივიდა და რაღაც გეტოები აუშენას გაიგე და დანარჩენი შეიძოს ჟიბეში ამაზე უნდა გაესამართლებინათ. სააკაშვილი უნდა გაესამართლებინათ იმაზე რომ საქართველოს ჩვენი ქვეყანა ხერხში ჩააუგდო ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერალი, LGBT, ფაშისტური, ტერორისტული ორგანიზაციის და იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკოსებს და შემოუშვა საქართველოში აქ და გააბატონოთ გაამეფა. ამას უნდა გაესამართლებინათ. მაგალითად ის რაც ხდება საქართველოში დღესაც ყველა პოლიტიკოსები ისინი რომლებიც იქიდან განსაკუთრებულად გვიქიცინებენ ხო? ბაკეინის დამადობით გვიქცინებენ. იყო LGBT იმის. ვაგირა, ბაკეინი, აი არიცი ვინ იყო ბაკეინი? არიცი ვინ იყო? ხო, ბაიდენი, რომელიც პირდაპირ აი ესე მიზანმიმართულად გვებრძოდა. ევროკავშირის ლიდერები, ყველა ის პოლიტიკური ლიდერები, დაწყებული გერმანიის კანცლერიდან, დაწყებული ისა საფრანგეთის პრეზიდენტი და ასე შემდგომ, ახლა და ამავდროულად კიდევ ისა ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც იქ არიან დღესაც მოკალათებულები და მიზანმიმართულად გვებრძვიან. ეს ყველაფერი სააკაშვილმა გააკეთა, მე კი არ გამიკეთებია. ეს ყველაფერი გააკეთა იმ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა ერთობამ, რომლებიც ახლა დღეს შეიკრიბნენ. ესენი იყვნენ უყველა მასში ხელისუფლებაში. ესენი იყვნენ ყველანი პოლიტიკაში გაიგე და რა თქმა უნდა, ამიტომ ახლა ერთობა, ოპოზიციური ერთობა, ეს არ არის ოპოზიციური ერთობა. ეს არის ბრძოლის ტაქტიკის შეცვლა. ესენი არის ის ადამიანები, რომლებიც ადამიანებს არაერთხელ და ოპოზიციური ერთობა არის ბრძოლის ტაქტიკის. არაერთხელ. მე მესმის ოღონდ სხვა მეთოდებით და არა მეთოდებით. არაერთხელ არასდროს მათ მშვიდობიანი პოლიტიკა არ ქონიათ. არასდროს. თუნდაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაც ახლა მე ჩამოთვალე. თუნდაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ხელისუფლებები როდესაც უკვე ჩამოწინდნენ ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი კი არ წავიდა უკრაინაში. გაიქცა, გაასწროს აქედან, გაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, გაიქცა როგორც დამნაშავე და იქაც უკრაინაში რასაც აკეთებდა, ხო კაკად ხედავდი ჩვენ, ხო? უკრაინის გარდა ის კაცი გადავიდა ევროპაში, ამერიკაში. ხან იმას სახურებებზე დარბოდა, გაიგე და იქ უტარებდა სპეცოპერაციებს და ხან გას უკეთებ, მოკლედ ერთი სიტყვით ეს ცირკაჩობდა რა, ხო? შემდგომ დანარჩენი სხვა და ესა რა ქვია, პოლიტიკური პარტიის ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ამ ოპოზიციური მაშინ გაერთიანდნენ, ხო? ყველა არის აბსოლუტურად მონაწილე იმ სახელმწიფო გადატრიალებების, რომლებსაც მათ ჰქონდათ არაერთხელ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხო? ქვეყნის წინააღმდეგ. საერთო ხელისუფლების ქვეყნის წინააღმდეგ. და ამ ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ გადამწვარი, გადაბუგული რუსთაველი, ხო?
მოლოტოვის კოქტეილებით და დამწვარი პოლიციელები რომელი პოლიციელი დაწვეს მოლოტოვი? როგორ გეკადრებათ? კადრი არსებობს. ერთი მითხარით. ხო, როგორ? აბა რა გააკეთა? აი დამწვარი პოლიციელი. გრიგორიანმა რო ესროლა, თუ გრიგორიანი იყო თუ გრიგორია ხო? პოლიციელისთვის არა. პოლიციას ესროლა, პოლიციას როგორ აესროლა კაცო? თქვენ ბატონულევან თქვენ დაზარებული არ არის ბაქსაკვიში. თქვენ ბატონულევან ეთქობა არადევნებით თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, გაიგეთ? გაუშვათ ეს კადრები. თქვენ კადრებიც არსებობს ამისა დანაშავე ვიცით ვინ არის? გრიგორიანის, ხო? გრიგორიანის. მოიცა დაზარებული პოლიციელი. მოიცადე კაცო, დაზარებული პოლიციელებს რამდენიც კიდე იმდენი არსებობს. რამდენიც კიდე კაცო იმდენი არსებობს, რომელი ახლა გვარებით და სახელებით თქვა ჩამოგიყვებით კაცო. ერთი დაზარებული. არსებობს მაგის კადრები, დაინტერესით, შედით, ნახეთ და დაახეთ კაცო, დაახეთ იმ აქციის დროს, როდესაც მან მიზანმიმართულად ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, პოლიციას ხელზე მოეკიდა ცეცხლი და შემდგომ მისმა გვერდში მდგომა სპეცნაზმა დააქრო ეს ცეცხლი. არ დაუწია. ხო წაეკიდა ცეცხლი კაცო და რა მნიშვნელობაა მაგას დაიწვა თუ არ დაიწვა, გაიგე? ამის ცელობა ხო იყო, ხო უნდა დაეწვა ეს პოლიციელი, ხო? ამავდროულად კიდევ არ გადაუწვიათ რუსთაველი, კაფე-ბარები არ გადაუწვიათ, არ დაიწყეს პილოტექნიკით შტურმი იმისი რაღაც პარლამენტის არ დაწვეს პარლამენტი. მე მას კი არ მოგა. ბატონო პრეზიდენტ, ხარ კაცი რომელიც გაუბიცას ესროდით თავრობის მე არაფერი გაუბიცას. ბატონო თქვენ ცებით მაგას მე მაგ პროცესებში მონაწილეობა არ მემედია. ძალიან ცებით. მაგი თამამაჩემელია თქვა. მაგი მე მომისმინეთ, მაგი მე თამამაჩემელია თქვა მაგ პროცესებში მონაწილეობა არ მიმიღია. იმიტომ რომ მე მაგ დროს ვიყავი სამაჩაბლოში. ეს მიწაშია საქმე. ეს შემილია მე დაგიდოთ ძანების სახით და მტკიცებულებების სახით, ვიდეო მასალების სახით და მე ვიყავი აფხაზეთში. ამიტომ მე პარლამენტში ამიტომ მე პარლამენტის არ მისვრი არაფერი, გაიგე? და პარლამენტს ესროდეთ თქვენ. მე მეს კი არ ვამბობ რომ სკოლის ბავშვი იყო, მაშინ. არა, ახლა მაშინ კი არ გეუნები, ახლა გაიგე. ახლა, რო არა კაცო. აბა რა კი არა, შენ აგისწრია, მაგრამ ხას უჭედი იმ ადამიანებს, სროლა არ არის იგივე და აპრავებდი მათ და ადვოკატი იყავით გული, რომელიღაცა იმის დანაშავების მანდატს, თქვენ? ხო იყავით, კი ბატონო, მე იგივე არის დანაშავეს რომ გადაფარავთ და ფარველობთ, თქვენ დანაშავე ხართ, ხო? ასია ეს, ხო? ხო და ამიტომ ეხლა ეს გაერთიანება, კაცო, ეს კრიმინალების გაერთიანება არის. ეს არის დამნაშავეების გაერთიანება. ეს არ არის პოლიტიკოსების გაერთიანება. მეწვდეთ იმაში. მე პირდაპირ გეუბნები, არც ვაშაძე, ეს ჭიჭე თუ ჭუჭუ ვაშაძე არის, გაიგე? არც ეს რა ქვია გვარამია, რომელიც მაშინ პროკურორი იყო და უამრავი გაყალბებული საქმეებია დღეს იმის კიდო გაიგე და უამრავი ადამიანები გამწარებულები. ან ვინ არის ისა გიგი წერეთელი ერთი მითხარით, კაცო. გიგი წერეთელი კორჩაგინის დროინდელი პოლიტიკოსი, გაიგე? და ადამიანი რომელიც იყო ისა პარლამენტში ჯანდაცვის იმას კუთხეს კურირებდა, ხო? მის ხელში მოგდა მთელი საავადმყოფოების გასხვისება, რაც კი გასხვისდა საავადმყოფოების საქართველოში და ამის შემდეგ აქვს მას საქართველოს მოსახლეობის იმ ფენას პრობლემები, რომელსაც ყოველდღიურად ესაჭიროებათ კურნალობა. აი მაგათმა წააღწია, მაგათმა დაანგრიეს ჯანდაცვის სისტემა. გაიარეთ ახლა ნებისმიერ საავადმყოფო და ნახეთ, როდესაც ნაყედი და ვინ არის მათი პრობლემები. სულ ნაციონალები არის, გაიგე? სულ ნაციონალები. და ეხლა გამოდიან ესენი და ჩვენ მორალს გვიკითხავენ, გაიგე? ნაციონალი მაგალითად აი კუზანოვის ძალი რო იყო. მოცადი ერთი-ორი რაღაცა კი, მაგრამ დონალჩენი ჩამოყვეთ კლინიკი. არ მეიტა, მოცა კარგი ხარ. საჯარო რესინდა რა მონაწილე? ხო და განახეთ კაცო. ელი ქართული ოცნება. რა სამობ ლევან გაჩენი. არა არასწორ ინფორმაციას ვფლობ, გაიგე? სულ ყველა მე ხო არასწორს გეუბნები. ყველა შედით ნებისმიერი კლინიკი, მონაწილე აქვს საჯარო რესინდა და ყველა ის მოიცა დაკავშირებულ პირებთან. ყველა სტრატეგიული ობიექტები, ქართული ოცნება. ყველა სტრატეგიული ობიექტები, ყველა ეს მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს და წარმოადგენს დღესაც საქართველოს მოსახლეობისათვის, ყველა მოხდა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის განიავება, გასამტვერება და დაანგრევა ყველაფრის, გაიგე? მაგალითად გითხარი, ჩამოგითვალე მაგალითები და რა გიდა? ისა ელექტრო მთლიანად ეს ენერგეტიკა რუსებს მიყიდა, გაიგე? რომელი ობიექტი? ყველა წყალი რუსებს მიყიდა, გაიგე? გაზი რუსებს მიყიდა, ხო? საავადმყოფოები ნაციონალებმა იყიდეს და დღესაც პრობლემები არის ამ საავადმყოფოებში და დღესაც გეუნებით და მეტი რა გაკითხეთ ახლა გეუნებით და მეტი რა გაკითხეთ შესაბამისად ეს კლინიკა არის ნაციონალების და შესაბამისად მოგცეთ მე ჩამონათვალეს ძალიან ბევრი კლინიკებისას ახლა რუარ მინდა დავკარგო ამ ეთერში მაგის შესაბამისად ყველა ის ოპოზიციის დღევანდელი
გაერთიანება ეთქვა, გადაერთიანება, მაგრამ არაერთხელ გაერთიანდა, გამოერთიანდნენ, გაიგე? ხო, არაერთხელ, მაგრამ მის რასაც აკეთებენ ახლა დღეს, ხო? ეს არ გეგონოთ თქვენ პოლიტიკური რაღაც გარკვეული ნაბიჯის გადადგმა და რაღაც ახალი ტაქტიკა, პოლიტიკური ახალი ტაქტიკა, ბრძოლის ტაქტიკა. არა, ეს ისევ ახალი უკვე დირექტივები, ახალი დირექტივები თავიანთი კურატორებიდან, ეხლა ფული ეხლა მაგათ უკვე შავი ფული შემოდის, გაიგე? რადგან ანგარიშები ჩაეგდათ, ეხლა პირდაპირ საელჩოები აძლევენ ფულს მათ კაცო. ეს ფაქტობრივი ფაქტი არის, გაიგე? და ამიტომ ქართულოცებას მე მოუწოდებ და მეუბნები და ძალიან გთხოვთ, გააკეთოთ და გადადოთ ეს ნაბიჯები. თქვენ თუ დაიწყეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოქმედება იმისათვის, რომ ქვეყანაში მოსპოთ ეს უბედურება, რა უბედურებას ტრიალებს, ხო? თავი დაანებეთ აი ამ მარგინალურ ძალების გაცოცხლებას, გაიგე? ხომ დავკვირდით, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებას და ამ პარტიას გააუქმებდნენ, ხო? სად არის გამაგებიეთ ეს გადაწყვეტილება და რატომ არის დღეს ისევ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ველზე? და რატომ აქვს ეს ხუთიანი მას, როცა ხუთიანი კანონით ჩამორთმეული აქვს? არ არის მის ეს ხუთიანი კაცო? კანონით უწვა ლოგოზე უწერიათ ხუთიანი, როცა გამოდიან ისინი და ატარებენ ბრიფინგს. და ეს ხუთიანი მათი არ არის. ეს კენჭის ყრის შედეგად ცხვირწინ ასე ავახიეთ და ავაცალეთ ნაციონალურ მოძრაობას და ეხლა დაგცათ ერთი ნაბიჯი, ხო? საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად ან მიმართეთ, თუ არა გაქვთ მიმართული, ან მიმართეთ, ან რაღაც ქენით, იმიტომ რომ კომისიამ დაადგინა და ამტკიცა, რომ ეს გაერთიანება, რომელიც გაერთიანებას ახლა ესენი აკეთებენ, აქ თუ თქვენ არ ახართ ჩარეული, მე ეჭვები მაქვს და რატო? აი ეჭვის საფუძველზე ვსაუბრობ. ეხლა ნახეთ რა არის ჩვენ გვჭირდება დღეს მართლა გვჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური, ქართული ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლევონმა მართალი თქვა, ახლა სულ ხო არ იქნება კაცო ქართული ეცემა იმაში, რა ქვია, პოლიტიკური ხო სათავეში ხო უნდა ჩანაცვლოს და ხო უნდა მოვიდეს კიდევ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკური ძალაც ახალს შემოიტანს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხო? ეს არის საჭირო. ქართული ეროვნული ახალი პოლიტიკური ძალა, რომ შეიქმნეს და ჩამოყალიბდეს და ნაბიჯ მიიღოს, მაგრამ განვითარებადი ხასიათი. ამას ხელს უშლის ქართული ეცემა. ვაცაიტოს ბაბათი. ქართული ეცემა ამას მე ვხედავ, რომ ხელს უშლის, გაიგე ამ ძალის განვითარებას. ანუ ქართულ ოცნებას ისევ აწყობს აი ამ დამნაშავეთა ჯგუფის ისევ შექმნა, გაცოცხლება და რატომ? იმიტომ რომ მე აბატონებო, ნახეთ, ხომ ხედავთ? ჩვენ თუ არა მაშინ ესენი, როგორც იყო ხანდახან და ხდებოდა ეს. ჩვენ თუ არა მაშინ ესენი, ესმით რა შეასახ. ეს აღარ გვინდა. ჩვენ ბუის როლში აღარ გვჭირდება ნაციონალური მოძრაობა და ეს რაღაცა ბანდა, ხროვა, რომელიც ახლა დღეს 24 საათი ტელეეკრანების წინ არის და პიარი მიდის მაგათი, კაცო. უამრავი ეროვნული ძალები არის. ისინი გააპიარეთ, გაიგე? უამრავი ახალგაზრდები არიან, საყად მოაზროვნე. ეკონომისტები, იურისტები, სამთავრობო არხების აპიარებენ მაგათ კაცო. როგორ გეკატრა? რასაბობ? იმედა ერთი კვირა ატრიალა, პირველმა ახლა ერთი კვირა ატრიალა, აი შეიქმნა ახალი პოლიტიკური ძალა, შეიქმნა ახალი გაერთიანება. ბიჭო, არ არის ახალი ეს, გაიგეთ? ეს არის ძველი ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებსაც ეხლა კიდევ რაღაც ფინანსური წყაროები გაუშვათ და რომლის საფუძველზეც უნდა ქვეყანაში ისევ დაძაბონ სიტუაცია. არასდროს მათ მშვიდობიანი პოლიტიკური ნაბიჯები არ ქონიათ. არასდროს მათ საქართველოს მოსახლეობისთვის არ შეუთავაზებიათ არანაირი პროექტები, ისეთი რომელი პროექტების საფუძველზეც გლეხს და მას ჩვეულებრივ ადამიანს დაარწმუნებენ, რომ ესენი მოდიან ქვეყნის განვითარებისთვის. არა, ისინი არიან ყოველთვის ძალადობრივ გზაზე. ისინი ყოველთვის ახლაც ოპოზიციაში და ძალადობრივ გზაზე არიან და ძალადობრივად მოქმედებენ ქართული ხალხის წინააღმდეგ, ხაბა ტერორი და ის პოლიტიკა, რა პოლიტიკას მაგეთი ატარებენ, ეს არის ტერორი, მოსახლეობის ტერორი და მოსპევით ეს. აი ეს თუ არ მოსპევით, ხო? ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. მით უმეტეს დღეს ჩვენ დავიარებით დანის პირზე, ბატონო კოტე უკვე დიდი ხანია დანის პირზე გადავიარებით. გადავწით უკრაინაში ომში ჩართვას, ჩარევას და მეორე ფრონტს და ჯერ კიდევ არ დავართ გადარჩენილი, რადგან იქ ჯერ არ არის ყველაფერი დამთავრებული, აგერ კიდევ ცხვირწინ ახალი კერა, სადაც კიდევ კარგი არ ვიცი ჯერ რა მოხდება ჩვენ ქვეყანაში და რომელი რაკეტა ჩამოფრინდება და რა რაკეტა ჩამოფრინდება აქ და ვინ დაგვარტყამს და დაგვარტყამს თუ არა ჩვენ ირანი, ხო, მაგრამ
ესა რაღაც გარკვეული ალბათობა არსებობს ამის იმიტომ რომ აქაც არის აგერ ამერიკის საელჩო დიღომში და შესაძლებელი არის რომ დაარტყას იმ გააკეთა ერანმა განცხადება რომ მე ყველა ამერიკის საელჩოს დავარტყამო ხო მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა განცხადება რომ საქართველოსში არ შევეხებება რა მე არ მაქვს გარანტიები მაგრამ გადარჩენილი ვარ ჩვენ იმაში რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი სამხედრო ბაზა ამერიკული სამხედრო ბაზა პირდაპირ სამიზნე ვიქნებოდით როგორც დანარჩენი სხვა ქვეყნები ხო მაგრამ ამ პროცესებში ვართ დღეს ჩვენ ამ საფრთხეებში ვართ ჩვენ პატრონი არ აქვს იცით ჩვენი პატრონი დღეს არავინ არ არის არც ამერიკის შეერთებული შტატები გაიგე არც ევროკავშირი არა ჩვენი პატრონი გაიგე არც ის არ არის ჩრდილოეთი პატრონი არ არის ჩვენი არც სასომხეთია არც აზერბაიჯანელი არის აზერბაიჯანია ჩვენი პატრონი გაიგე ჩვენ ვართ დღეს უპატრონო ქვეყანა მე გარე იმიდან გეუბნებით რომელი პატრონი უნეძებოს შიგნი ოჯახის უფროსმა გაიგე ოჯახ ანუ ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას და უნდა იმუშაოს იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე ეს გარე საფრთხეები რაც დღეს ჩვენ წინა მართლაც სერიოზულ საფრთხეების წინაშე ვართ. შეიძლება ეს ბევრს ვერ წარმოვუდგენია. მე ხოვით როგორც სამხედრო ადამიანი, რა საფრთხეების წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა და რა შეიძლება ხვალ მოხდეს, ხო? ამიტომ არის რომ დღეს აქტიურად უნდა იმუშაოს ქართულმა ოცნებამ, ყველა მიმართულებით, მათ შორის რუსეთის მიმართულებით, რომ გარკვეული რაღაც უსაფრთხოების ქოლგა ვეძებოთ. თურქეთს თვალები აქვს ასე და ეს ჩასაფრებულია თურქეთი, როდის ჩაგვკლაპავს. და რუსეთი მოგწევს უსაფრთხოების ქოლგას? ბიჭო, ჩვენ კიდევ ვიმეორებ. რუსეთი მოგწევს თუ ვისა პეტრე მოგწევს თუ პავლე მოგწევს უსაფრთხოების ქოლგას შვედი მიზანია დღეს და ხელისუფლების მიზანია დღეს და ჩვენი საზოგადოების ინტერესია დღეს რომ ქვეყანაში არ გაღვივდეს ის კერები რომელიც კერების არის დღეს დროებით ლოკალიზებული ანუ საქართველოში არ განახდეს საუბარი მოქმედებებით მეორე ფრონტი რა თქმა უნდა და მით უმეტეს ახლა პოდი პირდაპირ თქვათ ირანი არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული საფრთხე, რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაიწყო ირანში. ჩვენ რა ვიცი, როგორ გამოვძვრებით ამ მდგომარეობიდან და როგორ იქნება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციები ირანში, ხო? ჩათვალეთ რომ საქართველოში მოაწყდება უამრავი ტოლვით და ნაკადი. ეს იქნება ჩვენთვის კატასტროფა. და იქნება ძალიან სერიოზული პრობლემები, რასაც ჩვენ ვერ გადავიტანთ. ფიზიკურად ვერ გადავიტანთ. ამიტომ არის რომ დღეს მაქსიმალური დიპლომატია უნდა გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ. თავდაღირა უნდა დაგდეთ. მოსახლეობა, ხელისუფლება, პოზიცია თუ ოპოზიცია, რომ ამ კუთხით, რომ ეს ყველას ინტერესი არის. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს? ეს პრობლემა ამერიკის არა, ამერიკის შეჩერებაზე არა. ჩვენ როგორ შეგვიძლია? ამერიკის შეჩერებაზე არ ვამბობ, ბატონო ლევან მე ამერიკის შეჩერებაზე არ ვამბობ. მე ახლა ნახეთ რა ხდება. ატეხეს ერთი ამბავი არიქა კობახიძე ჩასული იყო ირანში ნახე როგორ შეხვდა იმ ბიჭო ჩავიდა ეს და შეხვდა იმისათვის რომ ზუსტად ალბათ ეხლა მე ზუსტ ასუსტებით ვერ ვიტყვი მაგრამ ეს პროცესები რომელი პროცესები უნდა დაიწყო ირანში ხო ექნებოდა ბუნებრივი არის ჩვენ სპეცსამსახურებსაც და ექნებოდა ხელისუფლებასაც ეს ინფორმაციები და ჩავიდა იმისათვის რომ რაღაც გარკვეული გარანტიები აეღო რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ აღმოჩნდებოდა ირანული რაკეტები გასმის რაშიას ამიტომ არის რომ იქ თუ ჩავიდა რუსეთშიც უნდა ჩავიდეს და უნდა დაიწყონ დიალოგი იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე რაღაცა გზებით ან რაღაცა კუთხით მიაღწიონ იმასთან შეთანხმდნენ იმას რომ დავიწყოთ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში როგორც აფხაზეთთან ისე სამაჩაბლოსთან მიმართებაში ნაბიჯ რაღაც შეთანხმებები ის შეთანხმებები რომელიც შეთანხმებები საფუძველს კომპლექსურად და სიღრმისეულად შემდგომ დავიწყებთ ტოლვილთა დაბრუნებას სანაცვლოდ ეხლა მე გეტყვით პირდაპირ კაცო და ასეც არის ხო ეხლა მათ ინტერესებში შედის რკინიგზის გახსნა ფაქტი არის ეს ამ ფაქტს ვერ გავექცევით რა უნდა ეს რკინიგზა როგორ უნდა სადმიდიანი რკინიგზა თქვენ ვერ გავიგე ეხლა ფაშინიანი რაზე იყო ჩამოსული თბილისში სომხეთი დაგარგეს მომის არაფერი არ დავაგე სომხეთ დაგარგავენ მაშინ როცა გამოიყენებენ ჯარებს აზრი ქონდა მაშინ როცა მაშინ გავიდოდნენ ინდოეთის ოკეანის პორტებზე რკინიგზით და ინდოეთის ოკეანეზე გერი ვეღარ აკონტროლებენ სომხეთს სადმიდიანი რკინიგზაზე ეხლა შემთხვევით არ მიდის თლიანად აფხაზეთის თლიანად რკინიგზის მაგისტრალის აღდგენის პროცესი ხო გალამდე უკვე დაწყილი ეს პროცესი ხო ერთადერთი იყო რაღაც სოხუმამდე იყო მატარებელი აქეთ არ მომდიოდა არც ოჩამჩერი არც გალი მაგრამ ეს დაიწყო ხო ეს კეთება ამავდროულად
ცხინვალზე გზის გახსნა, ამიტის ამაზე საუბარი. ამავდროულად მიდის კიდევ აქეთ იმისკენ, რა ქვია, გზის გახსნა, ხო ამ პერიოდების უკვე მიდის მთელი დამუშავებები ესე. ანუ რა არის, იცი? ეს ხო იმათ ინტერესებში შედის, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ უკვე როგორ კი ბატონო, ჩვენ მოვდივართ ამაზე, მაგრამ მოდი ჯერ გავაკეთოთ ეს. მოდი ჯერ დავაბრუნოთ ტოლვილები, ჩვენი ტოლვილები, მივცეთ მათ ტოლვილების უსაფრთხოების გარანტია. მათ მიდივარ კაცო. ვინ იქნება იმ ტოლვილების მათ მიდივარ მეთქი, ვინ იქნება გეტყვი. მათი უსაფრთხოება უზრუნველყოთ ერთობლივად. რუსულ, აფხაზურ, ქართული ქვედანაყოფები, პოლიციური ქვედანაყოფები, რომლებიც მაქსიმალურად გააკონტროლებენ ყველა. ჩვენ იმათ დაჯგუფებებს ვაღიარებთ როგორც ოფიციალურ სტრუქტურებს ამაზე. ამ ეტაპზე შენ ეს ამ იმაზე რო ხარ მისული ეტაპზე არის და უფრო ვარეს ეტაპზე რო ხარ მისული ორი ქვეყანა ნაღიარებია უკვე ხო ხედავ შენ ვინ აღიარებინ ეს ვინ აეძულა ვინ გააკეთებინა სააკაშვილმა აი იმ შუაში არის სააკაშვილი როდესაც მევიდა ხელისუფლებაში ჯერ ეგნეთის ბაზარი დაანგრია ამ მოაყირავა ამიტომ აღიარეს იმას არა ბიჭო დაკარგა უკვე ხალხი გაცივდა ერთმანეთში მორჩა დაიკარგა ამით უკვე ადამიანები რის ხდება საერთოდ ძირითადად რა თამაშობს დიდ როლს შერიგებაში სახალხო დიპლომატია ხო რომელმაც კარგი დიდი როლი ითამაშა აფხაზურ ქართულ ოსურ იმაში შერიგებებში და ქორწინების წავიდა ხალხს არ ეკითხებით უნდა არ უნდა ჩვენ არ უნდა მარისო ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ჩვენ ხალხის დავიბრუნოთ და ტერიტორიების დავიბრუნოთ გესმითაშია საქმე ამაზეა სამუშაო უამრავი სამუშაოა დღეს როგორც ამ მიმართულებით აქეთ ხო აღმოსავლეთის მიმართულებით ასე ჩრდილოეთის მიმართულებით ხო ამაში დღეს ჭირდება ხელისუფლებას რა ის კი არა რომ შე გამოხვიდა და ახალი კერები შეუქმნა გაიგე და ახალი პრობლემები შეუქმნა შე ქვეყანაში და პირიქით ხელი შეუწყო საომარი მოქმედებების განვითარებას და ქვეყანაში პრობლემები შექმნა პირიქით დღეს უკვე ეს საერთო საქმე არის შენი საქმეც არის კოტეს საქმეც არის ჩემი საქმეც არის და ყველა საქმე არის რომ ერთობლივად როგორც ირანის საფრთხე ასევე თურქული საფრთხე და ასევე ჩრდილოეთის საფრთხე ავეცილოთ თავიდან სწორი გადაწყვეტილებებით, სწორი მოქმედებებით და სწორი დიალოგით, სწორი დიპლომატიით და არა ის ასაც ახლა დღეს კიდევ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ერთობა თუ რაღაც არ არის ეს ჩემთვის ოპოზიცია, ესენი არიან ჩემთვის ყველა კრიმინალები, დამნაშავეები, ტერორისტები არიან ჩემთვის ესენი და ვერასდროს მათ მე ვერ აღვიქვამ ოპოზიციად, იმიტომ რომ ესენი არიან დამნაშავეები და ქართულოს იმას, ამიტომ ვეუნები ნომიცევთ მათ განვითარების საშუალებას და თუ თქვენ მათ განვითარების საშუალება მიეცეთ, აკრან ბატონო ტრანსპორტუარზე ნუ დადიხარ თუ თქვენ მათ თუ თქვენ მათ განვითარების საშუალება მიეცეთ მე ამ შემთხვევაში გამიშთება ეჭვები რომ ანუ თქვენს უწყობთ ხელს ამ რაღაც გარკვეული საფრთხობელის შექმნას ხო? ბიჭო, ყველაფერს უწყობენ ხელს. საკანონმდებლო ცვლილებები ნახეთ. მერე კი ბატონო, საკანონმდებლო ცვლილებები. კანონი მიიღეს ხო? ფინანსური წყაროები. აი საიდან შემოდის ფინანსები? კითხები არ გისწრებათ. პარტიებს ცოტა ფული უნდა ლევან. ბევრი ფული ჭირდება. ბევრი საიდან მოდის ეს ფული? ვინ აძლევს ამ ფულს ამათ? ეხლა გეტყვით საიდან. ვინ აძლევს? როდესაც იყო შედარებით უფრო ლიბერალური პოლიტიკა, ესე თქვა და ლიბერალური მიდგომა. ეს არის ხო ლიბერალური, ეს ხო ლიბერასტული პოლიტიკა. ლიბერალური მიდგომა. ლიბერასტული პოლიტიკა იყო. ლიბერასტული ტერორისტული პოლიტიკა იყო. აი, არა ლიბერალური პოლიტიკა. ესენი არიან ლიბერასტები ზოგადად. მას შემდეგ რაც ამათმა გადაკეტეს ყველა საკანონმდებლო ყველა კანონიერი საშუალება კანონიერი დაფინანსების და პოლიტიკური პარტიებისა ეს აუცილებლად მოხდებოდა. როდესაც მე ვარ პოლიტიკოსი და ვარ მაგ პოლიტიკური პარტია, მე რა თქმა უნდა ვცდილობ რომ ჩემი საქმიანობა წავმართო საკანონმდებლო პარლამენტში, ხო? და მათ შორის დაფინანსებას დავადეკლარებო ისე როგორც წესი და კანონია და წარმოვიდგინო დაუშვათ წელიწადში ერთხელ გამოვაქვნო ჩემი დაფინანსება და არ მიიღო დაკრძალული და შემოსავლები, ხო? მაგრამ როდესაც შენ მიგზალა მე ყველა კუთხიდან და მიკეტავ დაფინანსების წყაროებს, მე მაგ ორი ალტერნატივა. ან დავიხურო კუდი და წავიდე სახში და რატომ უნდა წავიდე სახში? რითი მჯობი ხარ, შენ იქროზი ხარ დროებით, რატომ წავიდე? შენ რატომ უნდა იყო ეგ სახში? და მაგ მეორე ვარიანტი. დავიწყო შავი ფულის ტრიალი. რა თქმა უნდა, შენი ალტერნატივა არ დამიტოვე სხვა კანონიერად ეს მეკითხებინა. ამიტომ მე ავდგები და დავატყილებ შავა და შენ საერთოდ ვერ დაინახავ ამ ფულს და საერთოდ არ გექნება ხედვა და წვდომა ამ ფულზე და არც არავის არ ეწოდინება.
აქედან გამომდინარე, ამის ყველაზე კაი თავიდან გაცილების საშუალება არის სულელური კანონმდებლობა, რომელიც ამ ქართულ აუცილებლად მიიღო 2020 წლიდან რეპრესიული კანონმდებლობა, დააბრუნოთ უკანვე მდგომარეობაში, როდესაც მე მექნება საშუალება თეთრ და შავ სულის გავაკეთო არჩევანი. უარი თქვა, უფრო ბევრ თუნდაც შავ ფულზე, არ ავიღო ეს უფრო ბევრი შავი ფული, იმიტომ რომ შარია, და ავიღო ცოტა უფრო ნაკლები, მაგრამ გაუკვირვებელი თეთრი ფული, ვიდრე შენ გადამიკიდო ყველა თეთრი ფულის დაფინანსების წყაროები და სხვა ალტერნატივა არ დამიტოვო გარდა ლიკვიდაციისა პარტიის ან შავი ფულის წარების. ლევან, ეხლა თქვენი იურისტი ხართ და მინდა ესეც შეკითხვა დაგისვათ. თქვენ შავი ფული რა არის ეს? შავი ფული არის ის ფული, რომელიც არის აკრძალული დაფინანსება. აკრძალული დაფინანსება. ანუ ეს არის დანაშაული, ხო? დანაშაულია, აკრძალული დაფინანსება. მოდი ესე ვთქვა, მაგას დანაშაული არა, ეხლა მე კიდევ მე არა ახალი მიღებული კანონმდებლობით ეხლა არის რა დანაშაული? აქამდე დანაშაული ეს არ იყო. აღარ დანაშაული. მაგრამ დღეს უკვე დანაშაული. არის დანაშაული. ანუ დღეს ეხლა ეს რაღაც ეგრეთ წოდებული ერთობა დღეს საზრდოობს ამ შავი ფულით, ხო? არ ვიცი ჩვენ ეს. აბა საიდან? ანუ ახლა ოფიციალურად უკვე ისა აქვს. ამას ვერ იტყვით. ოფიციალურად ამას დამტკიცება უნდა რო უთქვა და შეშავო. ოფიციალურად ანგარიშებზე ფული არ შემოდით, ხო? არ ერიცხება. შემოდით შავი ფული. ანუ დღეს ესენი დანაშაული ჩადიან, ხო? არ ვიცი ჩვენ. არ ვიცით ეხლა მაგას შესაბამისი ორგანოები გააკვირვენ, ხო? უნდა გაარკვიონ. უნდა გაარკვიონ და უნდა იყდეს ეს ყველაფერი ილუსტრირებული. ამის გარდა ნახეთ ეხლა მე შენ გიხდი ფულს. ოფიციალურად გალე ფულს. აი მე ტრისტან წითელაშვილი, ლევან ჩხეიძეს ვაძებ ფულს. რატო გაზრდე ვან ფულს? ერთი კითხვები არ გიქნება? მოინტერესებია. რა ისის გალე ვან ფულს? აი რატო მოგეცი ახლა მე შენ $100,000? ან არ გიჟი სულელი, გაიგე? და ამ და რაღაცა ინტერესი უნდა, ჩემი ინტერესი უნდა განახორციელო შენ, ხო ესე არის? ხო. ანუ ის ევროკავშირი, ის ამერიკის შეერთებული შტატები, ის ლიბერასტული, ისინი რა ქვია, პოლიტიკური ლიდერები და ის ევროკავშირის პოლიტიკური ლიბერასტული ლიდერები, რომლებიც მათ აზრევენ ფულს, თუნდაც ის ოფიციალური ფული იყო, ამა ეს ფული არის იმისათვის, რომ მათმა შეასრულონ მათი ამოცანა, მათი ბრძანებები. რაც საქართველოს უკვე ერთ დამამთავრებინე. რა საქართველოს ერთხელ უკვე მოხდა ბიზინა ივანიშვილის სახით. რომელმაც შემოიტანა რუსული ფული. რუსული ფული დააფინანსა ქართული ოპოზიცია და ამოაგდო საქართველოს სახელმწიფოს განვითარება დასავლური ორიენტაციიდან და გავიგო ისე რუსული. ბიზინა ივანიშვილმა შემოიტანა რუსეთიდან ფული, თავის ფული. თავის რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭო? იმაზე რუსული ფული. ბიჭო, რუსული ფული შემოგდის თქვენს, გაიგე? გინდა გითხრათ, ფერი შემოგდის რუსული ფული? ელენე ხუშტარი არ აღებულობს, იქიდან რუბლებს. ვისი ფული არის მაგი? მე ელენე ხუშტარის ფული ჩემი ფულია. ბიჭო, მე თქვენ ერთი ხართ უყველა მან, გაიგე? ერთი კონტექსტი მოგიაზრეთ, გაიგე? უყველა, გაიგე? მოიცა კაცო, მე მოიცა, ნაყოფია, რომელიც რუსეთის მოქალაქე არის, გაიგე და რუსეთში აქვს ბიზნესები. რუსული ფული არ არის ის? და ჩამოგითვალოთ კიდევ ახლა ნაციონალიზმის თქვენი იმ შაიკის ისენი რაღაცა ქვია პოლიტიკური იმ ერთობაში ხარ შენც კაცო სალომე ზურაბიშვილის თქვენ ძალიან იყავი გამოჩგიმული რაიგე ძალიან იყავი კადრებს გავახე ბიჭო კადრებს გავახე ის რუსული ფული არის მანდ ის თქვენი ბაჩანახალაია რომელიც ახლა დღეს იხე სალომე ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილი იცარი კაცო ერთი წუთი სალომე ზურაბიშვილის გვერდზე ვიდექი როგორც ადვოკატი. ეხლა მე მაინც გავაგზავნე. ვიცოდი ადამიანის უფლებებს და პრეზიდენტის. არა ვიცოდი, ის უფლებები ვიცოდი, კაცო შენ. იმ რუსულ ფულს გიხდიდე, მე უფლებებს დაცვაში შენ. რუსულ ფულს გიხდიდე. როგორ არ გიხდიდე, კაცო, რა საფულს. ეხლა მე გეტყვი კიდევ. აი, ბაცალე, მოიცა, გაჩერდი. მივდივარ, მივდივარ, ახლა იქ ვიდივარ სანასტა მივიდე, გაიგე? უკან ვიდექი. მივდივარ, სადაც უნდა მივიდე. ბიზნესი კიდევ გეუნები. მე გეუნები, ჯერ თქვენ ფულზე გეუნები. შემდგომ, გაიგე? როდესაც ეხლა თქვენ ერთად კოლექტიურად ეს კრიმინალური დაჯგუფებები შეიკრიბეთ, გაიგე და იქ სახელმწიფო რატო არ ხარ მე კრიმინალური დაჯგუფება? ბიჭო, იმათთან იყავი და აბა არ ახარ კაცო. მე რატო არ კრიმინალური? იმათთან იყავი, ლევან. იმათთან იყავი, განამტრიანებლებთან იყავი, გაიგე? მე ნახე, მე ვარ მენახე შენ ტელევიზიაში, გაიგე და იქ სალომე ზურაბიშვილის მუხარები და განცხადებები, მაშინ სხვა საკითხი იყო, გაიგე? რომ ვიტყოდი და ლევან ჩხეიძე იქ არ იყო, მაგრამ გნახე, პირდაპირ გამოჩგიმული შავაკოსტუმში სალომე ზურაბიშვილის უკან, როგორ უსვენდი ხარს კაი სიძესავით, გაიგე? ეგ იყო თქვენთან და შემდგომ ახლა მომისმენი აქეთ. ის რუსული ფული არ არის, ის ბაჩანახალაია, რომელმაც სატელეფონო კავშირები ქონდა იმათთან იქ მოსკოვში და აი ფული შემოვა მოსკოვიდან და რუსეთიდან და მიდით ბიჭებო თქვენ შეუბერეთო და გადაატრიალეთ ეს ქვეყანაო. არ იყავ ამ პროცესებში შენ? არ იყავ ამ პროცესებში ბიჭო? ბიჭო, კიდევ გეუბნები, კადრები არწებობს, ეგ გაიგე? ტელევიზია მაჩვენა, როგორ აღარ გამოჭიმული სალომე ზურაბიშვილის უკან, გაიგე?
მერე როიდეკი რა გიდო და იქ რაზე მიდი შოკოლადების საჭმელად მიდი არ შოკოლადებზე ება თქვენ აბა რა გიდა მიდი იმ რუსულ ფულზე მიდი გაიგე იმ რუსულ ფულზე მიდი გაიგე ხო და აღარ ბიზნაიმანში თავი ფული შემოიტანა ადამიანი საქართველოში ვისგანაც მე ვერ მივიღებ რუსეთთან მიმართებაში საკუთარ თავის რუსეთის აპოლოგეტი ხარ ლევა მომეს რუსეთული ფულის ლევა შენ ხო იცავდი იმას იმ ადამიანებს ვინც იმ რევოლუციებს შეგვიძლია რამდენ ადამიანს რამდენ კაცს იცავდი თავის ზეპირად აღარ მახსოვს ნუ მაინც სავარაუდოდ 5 6 10 20 ხო ვინ გიხდით ამ ფულებს არ მეკდნენ რა ის ფულს უფლოდ იცავდი 20 იმაზე იყავი ანუ ესე იგი შენ ის იქ რაღაც რომელიღაც იმით გადავდნენ ფულს რა ტყილა შენ ახარ ირბენი იქინა და არა ბიჭო კარგი ეხლა ადვოკატები ახლა ადვოკატები არ გაგენებ შეურაცხყოფას კაცო ანაზღაურების გარეშე შენ არც ერთ პროცესი არ წახვიდოდი გაიგე მე გეტყვით ერთ რაღაცას რომ ადვოკატ ასოციაციიდან ძალიან ბევრია ჩვენი ადვოკატები აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვეხმარებოდით და ამით გამოხატავდით ჩვენს სოლიდარობას იმ მომიტინგეებისადმი რომლებიც ცდილობდნენ ამ უკანაში ხელისუფლებას არა ლევან ამჯერად ვერ დამაჯერებ მაგას არც ერთი ადვოკატი ფულის გარეშე არც ერთ პროცესი არ დაიარებოდა გაიგე ეს თქვენი დაჯერება არც ერთი ამოთ მე გეუბნები რეალობას გეუბნები შენ ერთ მაყურებელს ვერ დააჯერებ ერთ მაყურებელს არც ერთი ადვოკატი ფულის გარეშე პროცესი არ მიდის გაიგე მაჭიდება გადაადგილება მაჭიდება შესაბამისი თანხები საწვავი სამზარო ფული და ასე შემდგომ გაიგე ხო მილიონები ქონია ბავშვი მილიონები ქონია შენ რუსეთს ამოღებული ბიზნეს კი არა შენ ქონია მილიონები ამოღებული რუსეთიდან გაიგე მილიონები არა ათეულობით მილიონები მაქვს და ვისაც შურთ გასკნით ამიტომ გეუნებით ამიტომ ვამბობ არც ერთ შემთხვევაში არც ახალ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას არ გამოუვა არც ერთობა თუ კი ქართული ოცნება მას ხელს შეუშლის და არ მისცემს განვითარებად ხასიათს ხო და ბოლომდე არ ამოქოლა გეუნებით უშლის მაქსიმალურად ბოლომდე არაფერს ხელს არ უშლის ახლა აბჯერ ვერ ხედა მე ბოლომდე ამოქოლავს იმ ხრელებს საიდანაც ფული შემოდით და დიპლომატიური ტვიტები მაქვს ვერ ამოქოლავ შანსი არ არის დიპლომატიური ტვიტები უნდა გაკონტროლდეს და ამაზეც უნდა მიიღოს საელჩოებიდან უნდა დაიკეტოს ეს ხრელები ამის შემდგომ მე დავწუნდები იმაში რომ ეს კრიმინალური დაჯგუფებები რომლებიც ახლა ერთმანეთში შეწყებას აკეთებენ დაიშლებიან და თუ ეს არ გაკეთდა ხო იგივე განმეორდება რაც ხდებოდა რამოდენიმე ხნების უკან ის რუსთაველის ამოყირავება ეს არჩევნების გაყალბი ჩვენ არ ვიცით ახლა რა არც ის შესაძლებელი არის მოხდეს და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლებელია მეტყვი რომ საფუძველის ბევრია არის ამის საფუძველი ხო მაგალითად ის რომ აი დღესდღეობით პარლამენტი ხონდა ეთხოვს პრეზიდენტს ბატონო აი პარლამენტი ხონდა ეთხოვს პრეზიდენტს ხო არა მე რას გეუბნები შეიძლება მოხდეს მეთქი გაიგე რატომ ვიტომ უნდა იქ ჭირდება უმრავლესობა ჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა ოცნებას გაიგე ერთპარტიული ხო ჭირდება რატო დე-ფაქტო კაცო რატო დე-ფაქტო ერთპარტიული ხო ერთ რაშუაში ერთპარტიული ბიჭო ის სხვა პარტიებია შესაყვანი პარტიები ანუ თქვენ ამბობთ ქართულ ოცნებას ჭირდება იქ არ არის ნაციონალური მოძრაობა და ეს ერთობა რომელი ერთობას დღეს ხდება ესენი არ არიან პარლამენტში შესაყვანი არც ერთი დამიჯერეთ ესენი თქვენ უნდა გადაწყვეტოთ ესეთია მე კი უნდა გადაწყვეტო ხა ამორჩეველმა რომელიც არ აყავთ ამორჩეველი როგორ არ აყავთ არ აყავთ ამორჩეველი მაშვენ არავით კარგი კაცო ისი დაუწერეს ერთად აიღო 800-ზე არაფერი 800 მოსახლე ყავთ ჩვენ მოძალადე დამნაშავე კვლელი კრიმინალი რას აგვიჩე თქვენს ეს არის თქვენი ზღაპრები ოპოზიციური ერთობას ეს არის თქვენი ზღაპრები ამიტომ ოპოზიციური ეს არის CSKO-ს ოფიციალური მონაცემი მე იქ CSKO-შიდაც манипуლირება გააკეთა წახალისეს გაიგე მეც კი აფერს ვამბობ კაცო იქ თავიანთად ჩანერგინმა აგენტურამ და დივერსანტებმა გაიგე რომლებიც დღესაც ყავს ამერიკელებს და ევროკავშირს ყავს დღესაც საკმაოდ ძალიან ბევრი ქართულ ოცნებაში ჩანერგილი თავიანთი აგენტურა და ისინი მოქმედებენ მათი დირექტივებით მაგალითად ნუ ეხლა მაგალითად მაგას ნახავთ ძალიან მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი ბატონო კრისტიან თქვენ როგორ ფიქრობთ რა იგივე სცენარს ბატონო კრისტიან ძალიან ბევრი საუბარია იქნება და ჩვენთან განვიხილოთ ამ კითხვაზე ორივე საზრი მაინტერესებს ბატონო როგორც თქვენი აზრი მაინტერესებს ისევ მაინტერესებს რა თქმა უნდა ბატონი ლევანის აზრი ბატონ ლევანთან გადადი ახლა ჯობია ჯერ ისევ და მე მოთხოვაც გავაკეთოთ მოთხოვა დიახ ბატონო ლევან როგორ ფიქრობთ ახლა განმეორდება თუ არა იგივე სცენარი რაც ასე ვთქვათ
ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრიდან სადღაც იანვარიდან მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე ხო? რა თქმა უნდა, აქცენტი მაქვს დარბევებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, არეულობებს. დარბევა მოდის ხელისუფლების მხრიდან, არეულობა მოდის ესე ვთქვათ მოსახლეობის მხრიდან, ხო? მოდი ესე ვთქვათ, არ ვიცი, ძალიან რთული საკითხია ხა წინას არ ხა, მაგას ვერ მიკითხავთ, იგა იქნება. მაგრამ თავარი ერთი რაღაცა არის, რომ შეიქმნა ახალი არა, ნუ შეიქმნა ისე ოპოზიციური ერთობა, ამ პარტიებმა ხელი მოაწერეს, რომ იმოქმედებენ ერთად, ჯერ როგორ იქნება ეს ერთ საარჩევნო სია შექმნიან, ერთ საარჩევნო სუბიექტ შექმნიან ერთი პარტიის გამოვლენით, როგორ იქნება, ჯერ არ ვიცით ხო რა იქნება, ჯერ გააჩნდეს, რომ არის გარკვეული ერთობა პარტიებისა, რომლებიც გააჩნდეს, რომ იმოქმედონ ერთად. ეს ვიცით, მე ხوارხი არ ვიცით ჩვენ. ვერ გეტყვით და მეც გეტყვით. აზრი, ანუ გავშოთ, კაი, მოვაწყეთ ერთი მიტინგი პარასკევს, შაბათს, კაი, გამოვიდით, ხვალ მოვაწყეთ მიტინგი. ნუ შემდეგ კიდე ერთი კვირის მერე მოვაწყეთ მიტინგი. ყოველდღე ვაწყობთ მიტინგებს. ერთი კვირა, ერთი წელია მიტინგების სულ არის. ხან ეს არის 300 კაციანი მიტინგი, სან არის 5-3000 კაციანი, სან 30000 კაციანი. ხო, არ მიდი მიტინგებიც ხდება ხოლმე. ეხლა ყოველდღე ადამიანი მიტინგზე შეიძლება არ იყოს ახლა ადამიანი ხელისუფლებისგან სიმპათიით განწყობილი, უმეტესობა დაწყვეტილი ვარ, მაგრამ ყოველდღე არ აქვს საშუალება, ოჯახური საშუალება არ გაძლევს, პატერული საშუალება არ გაძლევს, ზოგი სხვა ქალაქში ცხოვრობს, სხვა საქმეა, ზოგი მე ფულს ხოუთია იმათ მოყავთ. ის ხავდე ხალხს ფულზუხტია. კი, აბარა შობია, აბარა დაფინანსებულია სულ. ხო, კაი, ხალხს ფულზუხტია. ხო, აქედან გამომდინარე. ხო, აქედან გამომდინარე, მოდი ესე ვთქვა, რა ყოველდღე ამდენი ხალხი ვერ ვიცით მიტინგზე და მიზანიც როგორ გითხრათ როგორ გინდა ხელისუფლება მიიყვანო გადადგომამდე, ანუ ვერ ხვდები მე მიტინგების აზრს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგი არ მოდის, წელიწად ნახევარია უკვე ხვდები და ჩემი აზრით სწორედ ეს არის, რომ ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს არა სიმბოლურ ბრძოლაზე, როგორც ოლიმპიური პრინციპი მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება გვერდზე გადავდოთ და ოპოზიცია უფრო ჩემი აზრით ყოველთვის ამას ვაუბრობ და კონცენტრირდეს შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე, ანუ ისეთი ქმედებები უნდა განვახორციელოთ, რომელიც მოგვიტანს კონკრეტულ შედეგებს და კონკრეტული შედეგები რა არის? კონკრეტული შედეგები არის ალბათ რაზეც იყო ლაპარაკი ახალი არჩევნები, ხო, მაგრამ მოდეს პირდაპირ ვთქვათ. ხვალ რო დამიჯერე ბატონო ესამაც ლაპარაკა. აი დაუშვათ გადაწყვეტა ქართულ მოცემამ და სადღაც გაზაფხულის ბოლოს დანიშნა გადამდელი არჩევნები. მოდი ესე ვთქვათ, დღევანდელი დღის მდგომარეობიდან ფინანსურად, ორგანიზაციულად სტრუქტურულად ვინ არის მზად? რა შედეგს დავდეთ? ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ არა ყოველ შემთხვევაში სოლიდურ უმრავლესობას ისევე დადებს ოცნება და დღეს თუ მას აქვს არა ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა, ხვალ ეს პრობლემა აღარ ექნება. და ამ პრობლემას რომელიც დღეს მათ აქ აღიარებენ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებით რომ ჩვენ გვაქვს და კომპლექსები გვაქვს ჩვენი არა ლეგიტიმურობის, ხვალ ეს პრობლემა მათ აღარ ექნებათ. და ხვალ უკვე ხელისუფლება თუ ახალი არჩევნები ჩატარდა და ტექნიკურად ამ არჩევნების გამართა არ ჭირდება დღეს გაყალბება, იმიტომ რომ ფული მის ხარეზეა, ადმინისტრაციული რესურსი მის ხარეზეა. პარტიული სტრუქტურები გამართული მხოლოდ მას აქვს. არც ერთ პარტიას სხვა გამართული პარტიული სტრუქტურები არ გააჩნია. კადრები კვალიფიციური თითქმის დაიშალა, ხო? ანუ რითი ვიგებთ ამ არჩევნებს? მხოლოდ იმიტომ რომ ქართული ოცნება ცუდია და არ მოგწონს. კი, ქართული ოცნება ცუდია და არ მოგწონს, მაგრამ ამის კიდევ ხელოვნებით ბრძოლისთვის არანაირი რესურსი და ოპოზიციას არ აქვს. არც ფინანსური და შესაბამისად არც ცოცხალი ძალა და არც მატერიალური რესურსები არ გააჩნია. შესაბამისად არჩევნებისთვის მზადებით და სხვანაირად არის საჭირო, დასალაგებელია აუცილებლად ფინანსური ნაკადების საკითხი მოსაგვარებელია, საკადრო საკითხები, რასაც ყოფია პოლიტიკური სტრუქტურები, შესაბამისად და რასთავარია მოტივაცია უნდა მიცე ხალხს რატომ აგირჩიო. გავიგე რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ცუდია, მაგრამ აი შენ რატო განდო მე ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი შვილების მომავალი, აი რას თავაზობ უკეთეს? რას მაძლევ? აი დღეს მე ეს მაგ აი გლეხი ახსენა ბატონმა ტრისტანმა. გლეხი არის რომელსაც დღეს აი ეს მაგ მე აი ჭიქა მაგ. აი შენ რომ მოგიყვანო ხვალ აი უკეთეს ჭიქას მომცე. აი რას პირდები, აი რას მაძლევ? იმ გლეხს თუ არ დაანახე და დაარწმუნე ის ამომრჩეველი რომ აი ეს ჭიქა რო გაქვს შენ ამაზე მეც იმსახურებ. ჯერ და უხსრა რომ უბრალოდ ამ ჭიქაზე მეტის ღირსი ხარ შენ. ამბიცია უნდა გაუჩინო. და მე რომ დაურწმინო რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ამ ამბიციას დაუკმაყოფილებას და ამ ჭიქას კი არ მიცემ, უკეთეს ფაიფურის ჭიქას მოვუდა, გამიგე და უნდა დააჯერო ადამიანს და ახლა რომ არც აჯერება, არც ცდილობა ეს გააკეთო და მთლიან ნეგატივზე ხარ გადასული და ამო რამან დაანგრია და აქცია გაუგებრო მოსმოყვა. კი გავიგე, ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ შენ რას მაძლევ, შენ რას თავაზობ? რომ ხვალ ხელისუფლებაში
ჩემი მდგომარეობა უფრო უკეთესი რატომ იქნება ვიდრე დღეს აი ეს დამანახე. აი მე ვთვლი რომ მას უნდა იმუშაოს სამოსებო პოზიციამ და ნახოს რეალური გეგმა, რეალური ხედვა იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში რას გააკეთებს და ეს გაპარკე უნდა მოუყვება ეს სულები ავიდან არის ვიღაცა რომ მოვიდეს და ხვალ გითხრას რომ მე თუ ამჭირ ხელისუფლებაში მარსზე გაუბრენ რაკეტებს რომ ამას არ დაიჭერებს სპორტა კათოლიკში ისეთი რეალური გეგმა უნდა ანახო რომ ეს იყოს აი რეალურად არის ეს ხო თუნდაც ის რომ მაგალითად უთხრა რომ აი რო გაფუჭდა ურთიერთობა სტრატეგიული ამერიკასთან ამას სტრატეგიულ ურთიერთობას აღვადგენ ურთიერთობას ევროკავშირთან მე რო აღვადგენ ევროკავშირთან ეს რას ნიშნავს უნდა აუხსნა რომ თუ ესე გაგრძელდა ურთიერთობა ის ევროკავშირი ჩაგიკეტავს უვიზო მიმოსვლას და უვიზო მიმოსვლის ჩაკეტვა იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი დიასპორას უკვე მიმოსვლის პრობლემა შეექმნება ევროპაში. ის ფინანსური ნაკადები, რომელიც შემოდის ევროპიდან და იგზავნება და ხალხს ინახავენ აქ ევროპაში და ამერიკაში ჩვენი იმიგრანტები, აი ამას პრობლემა შეექმნება, გადაიწყებს, გადმოიწყებს, ხო? აი ეს პრობლემას გამოიწვევს განათლების მიესალმებით, რომ მიდიხარ ევროპაში უპრობლემოდ, ამას პრობლემა შეექმნება. სამკურნალოდ რომ მიდიხარ დღეს ევროპაში და უამრავი ადამიანი საფრანგეთის, გერმანიის, ესე ვთქვათ, სამკურნალო სისტემით სარგებლობს, ესე ვთქვათ, სამეცნიერო სისტემით, ეს გადაგეკეტება. კიდე არ კიდე ურთიერთობები რო იკეტება ხო ვაჭრობას ექნება პრობლემა იქაური მედიკამენტები ვეღარ შემოვა იქაური პროდუქცია ვეღარ შემოვა იქაური მანქანას ვეღარ შემოიყვან ხო თელი რიგი პრობლემები შეგექნება ამიტომ აი ეს ხელისუფლება რომ უნდა შეცვალოთ იმიტომ რომ ის რაც იკეთებს აქ ეს შევინარჩუნოთ და ეს მოგიტანს დამატებით მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანს დამატებით შემოსავალს დამატებით ფინანსებს ასე შემდეგ ხო ეს უნდა აუხსნა ადამიანს და ნორმალურად გააგებინო ხარ პატონის დაიქრა მოლტოვის ოქტომბრის გამოვარდა გუჯეს დააფრენ და გაუშვენ ისეთ სულაგიშდება საკითხი დაწესოს ვიდეოს ვიღაცა ხო ამიტომ მე ვთვლი რომ ოპოზიცია პირველ რიგში სწორი გადადგა ერთობისკენ იმიტომ რომ დაასახსულობა არის ცუდი იმიტომ რომ პირველი სათქმელი ეს არის რომ ამათ ერთმანეთში ვერ გაუყრიათ ერთმანეთს და ეს მე გამიკეთებენ ამას ანუ ერთობა ეს კარგია ერთი და მეორე საჭირო არის სტრუქტურული და ფინანსური საკითხების მოგვარება და ორგანიზაციის საკითხების გაწმენდა და რაც თავარია გეგმა კაი შევცვალეთ ივანიშვილი წავიდა ხვალ ივანიშვილი აღარ არის და მოვიდა ეს ოპოზიციური ერთობა რას აკეთებს ეს ოპოზიციური ერთობა და როგორ ცვლის უკეთესისკენ უბრალო ქართული გლეხის მომავალს და რატო იქნება მისი უკეთესი ხვალინდელი ოპოზიციის ხელში ვიდრე ქართული ოცნების ხელში ეს ძალიან შეგეკეთეთ რთული და სამუშაო საქმეა იმიტომ რომ კიდევ რეგიონები ქართული გლეხს ურჩევნია კვერცხის ხელში ვიდრე ხვალინდელი წიწილა ხო ამიტომ შეიძლება დაარწმუნო ის ხვალინდელი წიწილა რეალურია ეს ხვალინდელი წიწილა კარგია და უფრო გემრიელია ვიდრე რეალური კვერცხი ბატონი კრისტალისა თქვენია მოკლედ ბატონ ლევანში მე გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები და მართალი ბრძანდება სწორი გეგმა და ხალხთან მისვლა რომ ხალხი დაარწმუნო შენ იმაში რას თავაზობ რა უნდა გაუკეთო შენ ხალხს საზოგადოებას მოსახლეობას არათუ ეს რაღაც გარკვეული დაჯგუფება რომელიც ერთიანდება არამედ სწორი ქართული ეროვნული ძალები რომლებიც უნდა კიდევ და კიდევ განმეორდები მიცეს ოცნება საშუალება რომ გამოვიდნენ პოლიტიკურ ველზე ისინი პოლიტიკურ ველზე ვერ გამოვიდნენ მანამ სანამ ამ დაჯგუფებას ამ ტერორისტულ და ბანდიტურ დაჯგუფებას არ ჩახსნი იმიტომ რომ მათი ხალხთან მისვლა ის მათ ხალხი არ მიიღებს და მერწმუნეთ იმაში იმიტომ არ მიიღებს რომ ხალხმა ძალიან კარგად იცის მათი მიერ გავლილი გზები მხოლოდ ისინი მუშაობდნენ თავიანთი თავებისთვის თავიანთი ოჯახებისთვის და თავიანთი შვილებისთვის და არა ქვეყნისთვის და არა საზოგადოებისთვის და არა გლეხისთვის გლეხს პირიქით ნახეთ ბატონმა ლევანი მახსენა რომ ჩვენ ევროკავშირთან რომ რაღაც ურთიერთობები არ დაალაგდეს შეუწყვეტავენ სავიზო რეჟიმს შესაბამისად იქიდან გზავნილები ვეთანხმები მოდის გზავნილები რომელიც გზავნილებსაც თითქმის უამრავი ოჯახები იკვებება საქართველოში ხო ამის გარდა დაჩება უმუშევარი ხალხი ეს რატო ხო ჯანდაცვის მიმართულებითაც პრობლემები შეიქმნება ნახე რა ხდება და სადაც არის გათვლილი აქ ყველაფერი მე ვთანხმები იმაში რომ შეიქმნა ამითაც პრობლემები მაგრამ ეს პრობლემები რამ გამოიწვია იცი თავის დროზე როდესაც დაანგრიეს მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და ესე მიმოფანტეს ეს სავალმწყობლები და ზაღლიდაღორი რომ ყველა ექიმი არის ორთვიან კურსებს გაევლიან და ხან ერთი პაციენტი შემოგვდება ხან მეორე პაციენტები ამიტომ არის ამ დანგრევის საფუძველზე ხელოვნურად დანგრევის საფუძველზე რომ ქართველი საქართველოს მოქალაქე მიდის უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ რადგან ონკოლოგიას ხშირად რა თქმა უნდა როცა ჩვენ უნიკალური ონკოლოგიური ცენტრი გქონდა ლისის ტბაზე სადაც შეიძლებოდა იმის ბაზაზე განევითარებინათ ჩვენი ონკოლოგები და მთლიანად ეს ცენტრი ხო ეს მოსპეს განადგურეს იმიტომ რომ
სწორედ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო დამოკიდებული მსგავს მიმართულებებით. ამის გარდა დაანგრიეს უზარმაზარი ფაბრიკა ქარხნები. სატრას ავტომობილის ქარხანა, უზარმაზარი საავტომობილო ქარხანა ყოლა ჩვენ ქუთაისში. კი მართალია ახლა არ გამოდიოდა ხარისხიანი ავტომობილები, მაგრამ შეიძლება მისი მოდერნიზაცია. შეიძლება მისი თანამედროვეობა და მე ამის საფუძველზე ახალი ბაზის პოვნა. 2016 წელს დაკვირდა ქართული ოსება ეხლა. მოიცა მაცალია დამამთავრებელი. მაგრამ ეს ავტოქარხანაც დაანგრიეს და მიცეს ერთლარად ეგ ანა ნაცვლიშვილი საიაში რომ იყო, შემდეგ მარგველაშვილის მრჩეველი იყო, რაღაც გარკვეულ საკითხებში აპარატში მუშაობდა, შემდეგ პარლამენტარი გახადეს და ანა ნაცვლიშვილის მამას შეასყიდეს ეს ავტოქარხანა სააკაშვილის დროს. კაიგე? და დაანგრია და განაღებებულია ყველაფერი და ეს მთელი ქუთაისის მაცხოვრებლები და ქუთაისის ირგვლივ მდებარე ქალაქები და რაიონები დატოვა უმუშევარი, სადაც ეს ადამიანები იყვნენ დასაქმებულები. შესაბამისად, მთელი სამრეწველო ქარხნები დაანგრიეს საქართველოში. ყველა რეგიონში თუ სადმე რამე არსებობდა, მუშაობდა და შევარდნაძის დროიდან გადადგმული იყო ის ნაბიჯები, რომ ამ ფაბრიკა ქარხნების მოდერნიზაცია მომხდარიყო და განახლება როგორც მოხდა სხვა ქვეყნებში და ეს ხალხი შეენარჩუნებინი ეს რესურსი არ გაკეთა. რაკლა და ქართველმა კაცმა საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა წასულიყო უცხო ქვეყანაში ემიგრანტად, ესე ხელგაშვერილი და ლუკვაპურის საშოველად. ეგეც ხელოვნურად გააკეთა, ეგეც სპეციალურად გააკეთეს. ვინ გააკეთა? გააკეთა იმ ჩვენმა სტრატეგიულ პარტნიორებს, რო უწოდეთ ჩემს არა სტრატეგიული პარტნიორის, როცა შენ მე ქვეყანას მინგრევ, გაიგე? იმათმა, სადაც ეხა დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს მოქალაქეები ყავთ მონებად ქცეული. და ამიტომ არის რომ მე კიდევ და კიდევ განმეორდები და ვიტყვი ყოველთვის. ქართულმა ოცნებამ უნდა მიცეს საშუალება ახალ პოლიტიკურ ეროვნულ ძალას, ახალგაზრდებს, რომლებიც შემოვლენ პოლიტიკურ ველზე და ისინი დაარწმუნებენ თავიანთი პრაგმატული და კეთილსინდისიერი პოლიტიკით საქართველოს მოსახლეობას და სწორედ იმ გლეხს, რომელსაც მოუსწეს მთლიანად საშოვარი. გლეხს, რომელსაც გაუნადგურეს სოფლის მეურნეობა. საქართველოს სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო წარმატებული. და ის აკმაყოფილებდა საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანებს და დაჟე ისა ქვეყნის გარეთაც გადიოდა. და არა დღეს ჩვენ ჩამოკიდებული ვართ თურქეთის ბაზე, რა ქვია, ხილბოსტანზე, აქეთ რუსეთზე, აქეთ, ხომ შეიძლება რომ შენ, როდესაც გქონდა აქ ქვეყანაში უზარმაზარი წარმოება, თუნდაც სხვილფეხატო იმის პირველ დღეს გაიგე, მეფრინველობის ფაბრიკები, აგერ იყო არაჩვეულებრივი სახნავს ათესები, გაიგე. ყველა სხვილი იმპორტიორი ბატონო ტრისთან არის ქართული ოცნების დაფინანსება. ბატონო, ისა რა ქვია, ლევან, ეს ყველაფერი ამის გაჩანაგება რომ დაიწყო შევარდნაძის დროიდან გაგრძელდა მიშა სააკაშვილმა დააგვირგვინა და ამოაყირავა ეს ქვეყანა და დაუსწრო წერტილი და გაამათხოვრა ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა გაიყვანა ლუკვაპურის საშუალებით სხვა ქვეყნებში. ამან განაპირობა მატება მიგრაციის და დინება საქართველოს მოსახლეობის სხვა ქვეყნებში და დღეს არ გვიმალავენ ესენი მე მგონი სტატისტიკას თუ არა დღეს უმცირესობაში ვარ თუკი ქართული ხალხი მერწმუნდათ იმაში. ამიტომ საჭირო არის ახალი პოლიტიკური ძალა, არავითარი ეს ერთობა, ეს ხროვა, ეს ხროვა, ჩვენ თუ გვინდა სწორად სწორი პოლიტიკური გზით და მშვიდობიანი გზით მოხდეს ხელისუფლების ჩანაცვლება, უნდა მოვიდეს ქართული ეროვნული ძალა, რომელსაც ხმას მიცემს და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე ჩანაცვლება ქართული ოცნება. ეგ არის ერთ-ერთი გამოსავალი. ბატონო, ეხლა თქვენთან მაქვს ძალიან უცნაური კითხვა, შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ იყოს ასე ვთქვათ ადგილი. ბატონო, თქვენი აზრით საქართველოში, მე პირადად ეს ბოლო დღეები მიფიქრებოდი ამ თემაზე. უნდა აღდგეს თუ არა თქვენი აზრით მონარქიული მმართველობა, მესამე მმართველობა. იცით რა არის ეს არის ძალიან შორს აი ხედვადი პროექტი არის. აი ამაზე მუშაობაა საჭირო, გესმიცაშია საქმე. ამაზე დღეს რომ ამაში ქართული ხალხი შეთავაზებ, ეს ქართული ხალხისთვის, აი საქართველოს მოსახლეობისთვის ეს გუსხვარი მეწუნეთ, იმაში წლები გავიდა უკვე, საუკუნეები გავიდა. მაგრამ ხომ იყო ეს? ხო, იყო, მაგრამ ჯერ ეს გააკეთო, შენ ჯერ ქვეყანა უნდა განავითარო, გაიგე? ჯერ შენ სახელმწიფო სისტემა უნდა შექმნა, საზოგადოება უნდა განავითარო ამ მიმართულებით და მერე უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი. და მე რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა და სხვათა შორის
ეს იქნება ერთადერთი დიდი და ძლიერი მექანიზმი იმისა, რომ ქვეყანას გააძლიერებს. კარგი, თქვენი აზრი ბატონო. ჩემი აზრით საკუთარ დაკავშირებით იქნება ესეთი, ამას დიდი ხარია უნდა ერთი და ამაში იქნება რა, სწორი მუშაობა საზოგადოებასთან და რასთავარია, იქნება პოლიტიკური ჯგუფი, ვინც ამ იდეას შემოიტანს და დააყენებს დღის წესრიგში საკითხის და რასთავარია, ჩვენს არ უნდა განვიხილოთ ესე ბატონყისთანს ვეთანხმები ნაწილობრივ, რომ ეს სერიოზულ პრობლემას მოაგვარებს და გადაწყვეტს ერის გათიშულობის ნაწილში, მაგრამ მეორეც გეტყვით, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ კი არ უნდა განვიხილოთ ეს ჩვენ როგორც რაღაც დამოუკიდებელ პრობლემის მოგვარების ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ ეს, იმიტომ რომ ამ მართლობის ამ ფორმაზე გადასვლა აგვარებს ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას, იმიტომ რომ შევთანხმდეთ, რომ დღეს ხალხი არის გათიშული. აბსოლუტური მიუღებლობა ორბანაკს შორის არის. აბსოლუტური ასე კი არ ვაღიარებთ ერთმანეთის სამართალ სუბიექტობას. არაფერი არ გვაერთიანებს ერთმანეთში დღევანდელ დღეს ჩვენ. ხო და გვაერთიანებს ამ დროს ჩვენი ქვეყნის სიყვარული, გვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, გვაერთიანებს ჩვენი ტრადიცია და ტრადიცია რომ ვიძახით ხო რა და ჩვენ მონარქია და ბაგრატიელების დინასტია არის ეს მრავალსაუკუნეური სახელმწიფოს დინასტია ის აქვია სიმბოლო რომელიც შეიძლება დღეს ჩვენ სხვა არაფერი გვაერთიანებს მაგრამ ჩვენი წინაპრების პატივისცემა, ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ჩვენი სამშობლოს ისტორიის პატივისცემა, ჩვენი სახელმწიფოებრივი ტრადიციის პატივისცემა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებისთვის იქნება შემკვრელი და გამაერთიანებელი. ეს პრობლემას, ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ამაში შეიძლება კიდევ ერთხელ სწორი მუშაობა, სწორი ფორმით მიწოდება საზოგადოებისადმი, რომ ხალხმა სწორად გაიგოს და რასთავარია ერთის მხრივ არ გაუჩნდეს ყალბი მოლოდინები და მეორე ყალბი სტერეოტიპები ნეგატიური იქნეს დაუშვათ გაქარწყლებული. ანუ ეს საკითხი სწორი მიწოდება საკითხისას და ვეთქვი ქართული საზოგადოება არის კულტურულად ტრადიციონალისტი, რაც არ უნდა აბსოლუტური უმრავლესობა და კულტურულად ტრადიციონალისტი ქართველიერისთვის სწორად მიწოდების შემთხვევაში ეს იდეა არ იქნება მიუღებელი, რამე თუ ეს იქნება ჩვენი ერის ეროვნული იდენტობის კიდევ ერთი სიმბოლოს შემოტანა ქართულ რეალობაში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის სამწუხაროდ დღეს ძალიან გაგვიგზავნა საუბარი ამ საჭირო თემასთან დაკავშირებით და მგონებ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა და მოეწონება ტელემაყურებელს ეს აღნიშნული გადაცემა და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ისევ შევიკრიბეთ მეორედ და ისევ გავაჟღერეთ თქვენი სუბიექტური აზრი. მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო მოსმენისა და ყურებისთვის ეს იყო TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო. მე კი 4 შაბათამდე ანუ ზეგამდე გემშვიდობებით ისევ 8 საათამდე და